მამუკაშვილი number 25 ზურაბი ჟვანია ილამ შვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო აქ ეკრანზე რომ შემადგენლობაა მას ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმიტომ რომ მხოლოდ პენირავაია ფიჯელი დანარჩენი ქართველები დაიწყება სულ რამდენიმე წუთში ფიჯი საქართველოს დაპირისპირება ჩვენი ივნისის ტესტ სერიის ტესტ ტურნეს ბოლო მატჩი და ალბათ ყველაზე რთული მატჩიც ვინაიდან ფიჯი მოახერხა და ჩვენამდე დაამარცხა Ongats და Samoas თქვენთვის დღევანდელ რეპორტაჟს გაუძღვებია ლუკა ჭოჭუა და ლადო წულუკიძე. მოგესალმებით, ბატონო ტელემაყურებლებო, სუვას ANZ National Stadium-ი, ეროვნული სტადიონი ფიჯის დედაქალაქის და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ფიჯისთან. როგორც მოგახსენათ ლუკამ, ჩვენი პირველი ისტორიული საზაფხულო ტურნეს სამხრეთული საზაფხულო ტურნეს ბოლო მატჩი და ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელმაც უკვე მოიგო წყნარი ოკეანის ქვეყნების თასი ტონგას და ფიჯის დამარცხებით. ფიჯიმ ტონგას და სამოას დამარცხებით უკაცრავად ფიჯიმ ორივე შემთხვევაში მეორე ტაიმში მოახერხა მოგება პირველი ტაიმების წაგების შემდეგ ასე რომ ერთი წამით არ ღირს მოდუნება ამ გუნდთან ახლა გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობებს მასპინძლებით დავიწყოთ პირველ რიგში ფიჯი მორკინალებით პირველიდან 8-მდე რავაი კოტო გუნდის კაპიტანი კოროი ტამბა ტავუმბატინ დავაი ვოკა რანდროდრო ერემასი რაც 9 ნომერი კენატალე და ბენ ვოლავოლა 11 ოსბორნი 12 ვასიტერი 13 დელაი 14 რავათა 15 ბენიტო მასილევუ რაც შეეხება მარკაფას, ვერენიკინ გონევას, ერემაიან ბაი, ჰენრი სენილოლი, ვილიამე ვეიკოსო, კემფიზი მაჰაფუ, მესაკენ დონგე, ნემია სონკეტა, მალაკაი რაბულო. გუნდის მთავარი მწვრთნელია ჯონ მაკი, ავსტრალიელ-ზელანდიელი სპეციალისტი. და მოგახსენებთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობასაც, დავიწყოთ უკანა ხაზელებით. მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, 9 და 10, გიორგი ბეგაძე და ლაშა ხმალაძე და მორკინალები პირველიდან 8-მდე, კარლენ ასიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ირაკლი მირცხულავა, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ბეკა ბიცაძე და სათადარიგოები მარკაფაში არიან შალვა მამუკაშვილი, ზურა ჟვანია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ლომიძე, ვაჟა ხუციშვილი, ლაშა მალაღურაძე და საბა შუბითიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი ყველგან კარგად იცის ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი. საჯებსაც მოგახსენებთ, ვინ არიან ინგლისელი ჯეიპი დოილი იქნება მთავარი მსაჯი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ირლანდიელი ჯორჯ კლენსი, გვერდითი მსაჯი ერთი და მეორე ჯეიმს ლეკი ავსტრალიელი. ჯეიპი დოილსაც საკმაოდ კარგად ვიცნობთ, მოკლედ კაი მოგონებები გვაკავშირებს როგორც დოილთან, ასევე ჯორჯ კლენსისთან. იმედია დღეს მათზე ბევრი ლაპარაკი არ მოგვიწევს. ჩვენ შევეცდებით ყოველ შემთხვევაში, რაც შეიძლება ცოტა ვისაუბროთ. ესეც მალე უნდა გამოვიდნენ უკვე მორაგბეები მოედანზე. სულ ცოტა დრო რჩება დაწყებამდე. შესასრულებელი აქვთ ფიჯელებს თავიანთი საბრძოლო მისალმებაც, ასე რომ ნამდვილად მალე ვიხილავთ გუნდებს მოედანზე. ტერნერის ფონზე ვარ ჯერჯერობით. ტინა ტერნერი გაგვართობს. ამ სტადიონს უკვე ვიცნობთ ჩვენი ნაკრები ერთი კვირის წინ ზუსტად აქ დავამარცხეთ ტონგა ჩვენთვის ისტორიულ მატჩი 23-20. ესე სამაყად მოფრიალე ფიჯის დროშა. იქვე საქართველოს დროშაც. არანაკლებ ამაყად მოფრიალე. როგორც ჩანს, ნიავი sakmot კარგად უბერავს. ნახოთ ვის მხარეს იქნება პირველ ტაიმში. სტადიონი პირდაპირ ოკეანის პირას არის, როგორც ხედავთ, კარგი ამინდია დღეს. სუვაზე, ზიანი, ღრუბლები არ ჩანს. ტენიანობა, რა თქმა უნდა, მაინც იქნება.
რადგანაც წელიწადის ამ დროს ყოველთვის ტენიანობაა. ხალხიც იმედია ცოტა მოემატება ტრიბუნებზე. რაც უფრო ნაკლებად ეკნებათ ისე იდეაში ფიჯელებს იმის განცდა რომ შინ თამაშობენ და სავსე ტრიბუნების წინ მით უკეთესი ჩვენთვის, თუმცა მე მგონია რომ შეივსება მაინც ტრიბუნები. ჯერ არის რამდენიმე წუთი დარჩენილი და ჩვენი არ იყოს ფიჯელებიც ცოტა ისეთ ხალხი ჩანს. არა მგონია რომ თლად გერმანიელები ვით პუნქტუალურები იყვნენ. აი ხედავთ ოკეანის ხედსაც. Ladies and gentlemen, your safety and welfare is our utmost priority. ანამდე შეგვიძლიათ გითხრათ რომ ნელ-ნელა უახლოვდება რამდენიმე ქართველი მორაგბე ასკებს ნაკრებში. პირველ რიგში კვირიკაშვილი და კაჭარავა უნდა ვახსენოთ, რომელსაც 94-94 კეპი აქვს და 95 თამაშს თამაშობენ ნაკრებში და ასევე ჩხაიძე თამაშობს 94 ჯერ. და ძალიან მალე ასიანთა კლუბში ვიხილავთ ამ მორაგბეებს აუცილებლად. გაცილებით ნაკლებ გამოცდილი არის ჩვენი დღევანდელი მეტოქე შემადგენლობის მხრივ. არ ყავთ რამდენიმე წამყვანი მორაგბე, ისევე როგორც ჩვენ. ყველაზე სახიფათოები იქნებიან უკანა ხაზელები ფიჯელების. პეთოსბორნი ალბათ გამორჩეული არის, ჰაილენდერსის ვინგერი. ამ შემადგენლობაში ამ ფორმაციის ფიჯიზე და ასევე ათინომენი ბენ ვოლა ძალიან კარგად გვახსოვს მისი მშვენიერი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. ძირითადად ფეხით ძალიან კარგად თამაშობს ეს მორაგბე. თან ნუ მუდმივად აქვს ზერაგვის კონტრაქტი, ჯერ იყო 2010 ნომერი. რეცვლიდან თამაშობდა, ახლა მოცემულ მომენტში კრუსეიდერში თამაშობს. რა თქმა უნდა, არც ერთ გუნდში არ არის ძირითადი 10 ნომერი, თუმცა ის ფაქტიც, რომ კონტრაქტი აქვს, უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს. კარში შედარებით ცუდად ურტყავს ვოლა, მაგრამ ფეხით კარგად თამაშობს. ახსოვს ნანდოლოს მიერ გატანილი ლელო ინგლისთან, მისი გადაკიდებული ბურთის შემდეგ. ერთ-ერთი ესეთი ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. წესით და რიგით სულ 3 წუთია, 2 წუთი უკვე მატჩის დაწყებამდე დარჩენილი. მორაგბეებიც უნდა გამოვიდნენ ალბათ მალე. პალმებიც არ არის ცუდი საყურებელი. ცივი ზამთრის მერე მონატრებულები ვართ, მაგრამ გვირჩენია ალბათ მოედანზე დავბრუნდეთ და ვნახოთ იქ რა ხდება. ნელ-ნელა გადმოვდივართ სტადიონისკენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ფიჯის ნაციონალური ეროვნული ANZ სტადიონი, რომელიც 15,000-მდე მაყურებელს იტევს. გაცილებით ნაკლებია ახლა ტრიბუნაზე, რა თქმა უნდა. მოგახსენებთ იმასაც, რომ თუ რაიმე მიზეზით ტელევიზორში ვერ ადევნებთ თვალს ამ მატჩს, შეგიძლიათ უყუროთ სტრიმს ჩვენს Facebook გვერდზე, სპორტის საზოგადოებრივზე. ასე რომ კომპიუტერთან მოკალათებულ მაყურებელსაც შეუძლია ისიამოვნოს დღევანდელი რაგბით. მშვენიერი ხედავთ რა კარგი ადგილებია. ჭრდილში წამოუწვნენ ფიჯელები. როგორც ჩანს, ლუდის კულტურა ნაკლებად აქვს ფიჯიზე, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დავინახე ჯერჯერობით ლუდის კათხით ხელში.
ახლა ისეთ პოზიციაშია კამერა, რომ წესით კი უნდა გამოვიდნენ მორაგბეები. მატჩის დაწყების დრო ნამდვილად დილის 7 საათი იყო ჩვენი დროით, მათი დროით კი 15 საათი, როგორც ჩანს, ოდნავ მცირე დროით გადაიდება. ალბათ. აი ეს მაყურებელიც ჩვენი არ იყოს უკვე მოუთმენლად ელის მატჩის დაწყებას. ნიავი ამჩნევთ რომ მართლაც საკმაოდ მძლავრად უბერავს. აი ახლა გვიწერან უკვე ყოველ შემთხვევაში ქვეყნები სწორად არის მითითებული. შემადგენლობა რამდენად სწორია, ამას თამაში გვანახებს უკვე, იმიტომ რომ თამაშის წინ ჩვენ ნახეთ შემადგენლობა და რომელშიც არ იყო საერთოდ თამაშ ჭედლიძე, შეცვლაზე იყო ზურაბ ჟვანია, ან ჩვენ გულისხმობთ მილტონ ჰეიგის მიერ გუშინ დასახელებულ შემადგენლობას. ბოლო წუთზე თუ არ მოხდა გარკვეული ცვლილებები, ამ სხვა შემთხვევაში შეცდომით უწერიათ ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ფიჯელებს. ეს უკვე მათი 15-ეული იმედია ეს მაინც აქვს სწორედ. თორე ყველა ფიჯელ მორაგბეს ახლა ძალიან ბევრი ახალბედაა და ყველა ფიჯელ მორაგბეს სახეზე ვერ ვცნობთ ნამდვილად, ასე რომ უნდა ვენდოთ ფიჯელ რეჟისორს ტრანსლაციის. ოპერატორი ისევ სხვაგან არის აშკარად. დებიუტანტები ახსენე. ძირითად შემადგენლობაში ასეთები არიან ერემასი რანდროდრო 8 ნომერი და ასევე სავენათა რავათა 14 ნომერი, ორივე დებიუტანტია, არც ერთი მატჩი მათ არ აქვს ნაკრებში ჩატარებული. დაგვიბრუნდა კვლავ ფიჯური ჰანგები რეგის სტილში ძირითადად. აშკარად გვიანდება მატჩის დაწყება. ყველაზე გამოცდილები ამ ფორმაციის ფიჯიზე სერემაიამ ბაი, ვერენიკი გონევა, რა თქმა უნდა, და სუნია კოტო, გუნდის კაპიტანი 2 ნომერი. ეს მორაგბეს კარგად უნდა ახსოვდეს გულშემატკივარს. აგე ხედავთ უკვე გამოდიან მორაგბეები, გუნდის კაპიტნები სუნია კოტო და შალვა სუთიაშვილი. ჯერ ქართველები გამოვიდნენ და შემდეგ გამოყვნენ უკვე მასპინძლები. ბოლო გამოვიდა 23 ნომრით საბა შუბითიძე, თბილისის აკადემიას მორაგბე. ახლა მოვისმენთ გუნდების ჰიმნებს, შემდეგ ფიჯელთა საბრძოლო მისალმება და დავიწყებთ. გადავალთ შემდეგ ყველაზე საინტერესო ნაწილზე დღევანდელი დილის, ახლა კი მოვუსმინოთ ჰიმნებს. Former captain of the Fiji versus the British Lions. Ladies and gentlemen, the Lion team is the Pio Bosco, Tipuishu. The score team is the Pio Bosco, is Fiji Rugby board member, Mr. Denton.
Ladies and gentlemen, I invite you to be outstanding for the national anthems for the two nations this afternoon. The Ukraine and the Slovakian and the Rodan serving on the world. შეასრულეს ორივე გუნდის მორაგბეებმა ჰიმნები God bless Fiji ღმერთო დალოცე ფიჯი იყო ბოლო მათგანი ახლა კი ფიჯის მისალმება TB რომელსაც მატჩის წინ ასრულებენ როგორც წესი, აი მარცხნივ რომ დგას, ის არის ჯორჯ კლენსი. კი ეგ არის. გვახსოვს.
შესრულდა. და ახლა უკვე დაიწყება მატჩი ორივე გუნდის მორაგბეები შეიკრიბნენ. დაახლოებით 10 წუთის დაგვიანებით იწყება. არა უშავს სამაგიეროდ 10 წუთის დაგვიანებით დამთავრდება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სარაგბო დილა, მე უფრო კარგი. ყველაფერი მზად არის, ნახოთ ვინ შეიტანს ბურთს თამაში, ვინ დაიწყებს დღევანდელ მატჩს. როგორც ჩანს, ბენ ვოლა. ესეც მატჩის მთავარი არბიტრი ინგლისელი JP დოილი. ეკითხება თავისიანებს ბოლოჯერ ბენ ვოლა სადარიან თუ არა და შეიყვანს ახლა ბურთს თამაში. აბა წავედით. მაღალი ბურთი დაკიდა. ავიღეთ ჩვენ 22-თან, კარგად. ბიწაძე იყო ბურთით. ახლა ბეგაძე. შიგნით შეტანილი ბურთია, მოედანშივე უნდა დავარტყათ, ასეც იქცევა კვირიკაშვილი. გაარტყა და გადავიდა კიდეზე. ენატალეს სწრაფად შემოიტანა. ვოლა კონტრიერისზე ძალიან სახიფათოები იქნებიან ფიჯელები. მასილევუ შეუბოჭეთ მოედნის ცენტრში. თამაშობენ რაკში ფიჯელები და ჩაათამაშეს ბურთი მარცხნივ. კოროი აი ეს ხელდახელ გვიტევენ ძალიან კარგად ვასიტერი იყო ბურთით. კიდევ ერთი გადაცემა ამოაგდეს ვოლა და ისევ ხელით დელაი გაგვიჭრა თითქმის ხაზი ოფლოუდი მშვენიერი აი ესეთი თავის თამაშს თამაშობენ ფიჯი და არ უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება. კარგი იყო ახლა კაჭარავა გამოიცნო თუ ვის მივიდო და ეს გადაცემა და დროულად შებოჭა მეტოქი. დაახევინა რამდენიმე მეტრით, მაგრამ მოიგეს ისევ ფიჯელებმა ეს მანძილი. შეტევის შემდეგ ფაზაში და ისევ ხელდახელ გვიტევენ თითქოს ალოგიკურად და ქაოტურად, მაგრამ მაინც წყობრად გვიტევენ საბოლოო ჯამში. ბურთსაც არ კარგავენ. კენატალე გამოიტანა ხაზზე. ჩვენს ჯერჯერობით დაცვაში კარგად ვუდგავართ. თუმცა რამდენჯერმე სახიფათოდ მოახერხეს მანძილის გაჭრა, ხაზის გაჭრა და მანძილის მოგება. უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ხედავთ აი ფთის მოთამაშეებიც კი ძალიან ფიზიკურად ძლიერები და დიდები ყავთ ფიჯელებს. ანუ პრაქტიკულად ყველანი ერთნაირი გაბარიტების არიან პირველ ხაზელების გარდა. გვიტევენ უწიეს 10 მეტრიან ხაზს და დაჯარიმდნენ. კარგად დავიცავით თავი პირველივე წუთები. პირველივე წუთები ვახსენეთ და დრო არ არის მითითებული ციფრულ ტაბლოზე და უმჯობესი იქნება ალბათ თუ ჩვენ თვითონ დავინიშნავთ. ვიცოდეთ ზუსტად რამდენი იქნება, ზუსტად მაინც არ გვეცოდინება, მაგრამ დაახლოებით მაინც რომ ვიცოდეთ რამდენია დარჩენილი. კარგი დარტყმა კვირიკაშვილის. დაახლოებით 30 მეტრი მოვიგეთ ახლა. განმეორებით გვაჩვენებენ, გვანახებენ იმ ჯარიმის ეპიზოდს. თუმცა მანამდე ეს მშვენიერი ოფლოუდები ჯერ მასილევო მოამოვუტო კოროის. და შემდეგ უკვე აი აქ დაჯარიმდნენ ფიჯელები. მოვიგეთ ჩვენივე დერეფანში ბურთი და ვუტევთ ხელდახელ. ბეგაძე სწრაფად გამოიტანა ბურთი ხაზზე ჩავათამაშეთ ჩვენც კიდისკენ. კვირიკაშვილი შიგნით წამოვიდა შებოჭეს. საკმაოდ სწრაფი შეტევა საქართველოს ნაკრების. შარიქაძე ბურთით. იქვე დაარტყა. ზურგს უკან გადაცემა, კარგად უტევთ ძალიან თხილაიშვილი პირველ მეტოქეს გაცდა, მიიწევს კვლავ წინ. დროზე უნდა გადმოვდოთ ბურთი, აი ეს დაზომ ჭედლიძე, რომელიც აქ ჩავარდნენ ჩვენკენ. და დავჯარიმდით საბოლოო ჯამში ჩვენ რაკში უფრო იაქტიურეს ფიჯელებმა თავიდან აშკარად ჩანდა რომ ჩავარდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენც დავარღვიეთ თამაშის წესი. არც ერთი გუნდი არ აპირებს დაცვაში არაფრის დათმობას, ხედავთ ფიჯელებმაც კარგად დაიცვეს თავი ახლა ჩვენი საკმაოდ სწრაფი იერიშის შემდეგ ბენ ვოლა ეცდება თავის მხრივ მანძილის მოგებას და ძალიან კარგადაც გადააქვს
ახლა ოპერატორმა საჯირო გვანახოს თუ სად გადავიდა ბოლოს და ბოლოს დავინახეთ ჯორჯ კლენსი დაახლოებით 10 მეტრიან ხაზთან ჩვენს ნახევარზე ამოუტანიათ ბურთი ფიჯელებს. კარგადაც არ გადაუტანია როგორც მე მეგონა. თუმცა გადაღების ტექნიკა ცოტა უკეთესიც რო იყოს ალბათ არ გვეწყინებოდა. და პირდაპირ ჩაიძეს ხელში. ბურთი დავაყენეთ მოლი ვაწვევით მეტოქეს. კარგად ვაწვევით. არ უნდა კონდეს წესით ფიჯელს არ არის სწორად შემოსული და ვათრიეთ. აი 20 მეტრი გადავედით მეტოქის ნახევარზე. ეგაძემ სწრაფად გაიტანა ხაზზე, ხმალაძემ დაარტყა. ფეხი цаრიელი ადგილი მონახა, გადაკიდა, უნდა შევყვეთ ამ ბურთს აუცილებლად. აქვე გაკეთდა ბოჭოა, კარგია. წასი მომეჩვენა. და კონტრიერში რავათას მოაქვს. დაუცდა ფეხი კიდე კაი, იქ ნუ ჩვენც ვიაქტიურებთ და გავაკეთეთ ბოჭვა. ენატალე ბურთთან. აქშია ბურთი. უჭირთ ფიჯერლებს საკუთარი საკმაოდაც რისკავენ ახლა. რისკავენ კი ხელდახელ ცდილობენ ამოწევას, არ უნდათ არაფრით დიდებით ფეხით დარტყმა. და ბურთი გადაუვარდათ საბოლოო ჯამში წინ ჩვენი შერკინება და ძალიან კარგი შანსი. მაინც როგორ ლაღაც თამაშობენ ფიჯელები, ახლა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ პრაქტიკულად მოედნის თითოეული მონაკვეთიდან ცდილობენ შეტევის განვითარებას და ორგანიზებას. ყველას ძალიან კარგი ხელის ტექნიკა აქვს და ნუ ფიზიკურ მონაცემზე აღარ ვსაუბრობ უკვე. თაბა კანალანგი და თაუმბატი რამხელები არიან, შეგიძლიათ შეხედოთ მეორე ხაზელებს გულისხმობ. ახლა განმეორებით ეს ეპიზოდი. ეს პირველ ხაზელი იყო კოროი. უკანა ხაზელივით შეათამაშა ბურთი ხელში. აი მე ეპიზოდსაც თუ გაგვიმეორებენ, კარგი იქნება. მე მომეჩვენა, რომ პატრიკ ოსბორნმა წინ პასი გააკეთა საკუთარ ლელოში და იქ ჩვენი 5 მეტრიანი შერკინება უნდა ყოფილიყო წესით. კარგად ითამაშა ძალიან დაცვაში. თაზომ ჭედლიძე იყო თუ არ ვცდები. პატრიკ ოსბორნზე, რომელიც ჰაილენდერსის ფრთა არის და წინა სეზონში გახდა კიდე ძერაგბის გამარჯვებული. ძალიან მაღალი კლასის მორაგბე. ასიაშვილი ბრეგაძე მირცხულავა. ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება საქართველოს ნაკრების შესრულებით. არ ვართ შორს მეტოქის ლელოსგან. თავისუფალი ადრე მოგვაწვენ, სავარაუდოდ კვლავ შერკინებას მოვითხოვთ. სუთიაშვილმა უნდა გააკეთოს ეს ასეც იქცევა. ახლა წონები რო იწერებოდეს, კარგი იქნებოდა. ეჭვი მაქვს, რომ კილოგრამების მხრივ მნიშვნელოვნად მეც დაწერდა ფიჯის მხარე. რა თქმა უნდა, უფრო მძიმე იქნება მათი შერკინება. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ კარგად არაფერს როგორ არ ნიშნავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა, წორას აქვს მნიშვნელობა, თუმცა ახალგაზრდულ მსოფლიოზეც ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ყველა შერკინება ჩვენზე მძიმე იყო და მაინც ყველას ვაჯობეთ. კარგად მივაწექით ახლა დავძარით, ბიწაძე აკონტროლებს ბურთს. როგორც ჩანს, ორივე გუნდი დაადანაშაულა ახლა დოილმა ამ წამოშლაში და თავიდან დადგება შერკინება. სხვათა შორის ასეთ რამეს პირველად ვხედავთ, შეგვიძლია ტაბლოს დავაკვირდეთ, ფიჯი წერია ფიჯ და გეორ წერია საქართველოს, მაგივად გეო არ გვაკმარეს, ერთი რიც მოგვაწერეს. და თუ 400-ს წერდნენ, ვარენ თავიანთი ქვეყნის სახელი შეეძლოთ ბოლომდე დაეწერათ, მაგრამ რა ვიცი. ასე არჩიეს. იმ რა დააშავა ბოლო. ჩაიშალა ფიჯის შერკინება და ჩვენია ბურთი ჭარიმა. ახლა შეგვიძლია კარშიც დავარტყათ. რა თქმა უნდა 100%-იანი სამი ქულა უნდა იყოს წესით და რიგით ეს დარტყმა. მიდის მერაბ კვირიკაშვილი ბურთთან, რაც სწორედ ამისკენ მიგვანიშნებს. კარგი იქნება თუ გავხსნით ანგარიშს ნამდვილად. კიდევ არაერთხელ გვექნება შანსი შერკინებაში მოვუყვეთ ფიჯელებს, ასე რომ არ არის გასაშვები ხელიდან ეს სამი ქულა. ძალიან რთულ პირობებში უწევთ
ქართველ მორაგბეებს თამაში კლიმატურ პირობებს გულისხმობ პირველ რიგში. თუმცა მესამე კვირაა უკვე კუნძულებზე არიან, ასე რომ ისე წესით აღარ უნდა უჭირდეთ როგორც პირველ ორ თამაშში. მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზე კი 734 ქულაა და 727 გახდება დიდი იმედი გვაქვს. ასეც არის. აწიეს დროშები მსაჯებმა ხედავთ მაყურებლების რეაქციას. არ გაგვიგია არანაირი სტვენა, არანაირი ობსტრუქცია და კვირიკაშვილის გატანილ ლელოს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ლელოს არა უკაცრავად. ჯარიმას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ძალიან ეჭვგვეპარება რომ ამდენი კომაგობდეს ახლა საქართველოს ტრიბუნებზე, უბრალოდ ეს მასმეძლების კეთილგანწყობაზე და ესეც სარაგბოს სულზე მიუთითებს. კვირიკაშვილი მიიღო ბურთი, ფეხით მოიგერია ჩვენი 22-დან საკმაოდ ჩორეული დარტყმა. მოგახსენებთ იმასაც, რომ ფიჯი იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ჩვენ ამ ტურნირზე ვეთამაშეთ, ყველაზე მაღლა არის რეიტინგში, მოცემულ მომენტში ისინი მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე არიან, საქართველო კი მე-12 ადგილზე გადავიდა ორი გამარჯვების შემდეგ. გვაქვს შანსი მე-11-ზე გადავიდეთ, თუ მოვიგეთ ეს თამაში და თუ 15 ქულის ხვაობით მოვიგეთ, შეიძლება მე-10-ზეც კი აღმოჩნდეთ, გააჩნია როგორ დამთავრდება იაპონია შოტლანდიის შორის მატჩი კი. საინტერესო რეიტინგებში კიდევ ის ხდება, მოიგეს ამჯერად ფიჯელებმა საკუთარი დერეფანი და გვიტევენ თავის ნახევრიდან ოსბორნია ბურთით. ეს კაცი უნდა შევაჩეროთ ხოლმე რაც შეიძლება მალე. და ბენ ვალავალა ფეხით თამაშობს, სარიელის სივრცე იპოვნა. კვირიკაშვილი აბრუნებს უკან კლავ კიდეზე. ამჯერად მეორე მხარეს გადაიტანა, ისევ იგივე 10 მეტრიან ხაზთან. საინტერესო ის არის, რომ საფრანგეთი ჩამოვიდა მე-9 ადგილზე, ეს არის მათი ყველა დროის ყველაზე უარესი შედეგი. მას შემდეგ რაც არგენტინასთან სტუმრად დათმეს პირველი შეხვედრა 30-19. მეორე მატჩი წელით არგენტინასთან და აქვს შანსი რევანში აიღონ, თუმცა გაუჭირდებათ მერვე ადგილზე დაბრუნება კიდე სხვა მატჩებზეც არის დამოკიდებული. ახლა კი ჩვენ თამაშს მივხედოთ ისევ. გვიტევდა რავაკა. კენატალემ გამოიტანა ბურთი სწრაფად ხაზზე და ძალიან სახიფათოდ გვიჭრიან. ადრიუ დელაი იყო ბურთით. კენატალე ჩაათამაშა ისევ ბურთი. ხედავთ რამხელაა თავუმბათი, შევაჩერეთ იგი. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ რაკებში ტემპი დაუგდოთ და ყურადღებით ვიყოთ ოფლოუდებზე, იმიტომ რომ საოცარი პასების ამოგდება შეუძლიათ ფიჯელებს. თავუმბათი და ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ მათ როგორც ჩანს. ნახოთ რას გადაწყვეტენ. თამაშგარეს ხაზი დაგვირღვევია. და JP დოილი აღმართული ხელით შეუძლიათ მათ 3 ქულის გაქვითხვა. ვოლა სავარაუდოდ ამას მიუთითებს კი ბატონო. კარგი დასარტყმელი პოზიცია. ნამდვილად. და 3-24 მეტრი არის სადღაც ახლა კარამდე 25-მდე. ბენ ვოლა ძალიან მარტივი დარტყმაა. აუცილებლად გასატანი და ასეც იქცევა. 3-3. Successful kick from Fiji's number 10, Ben Walawa. საწყენია, როდესაც მოპოვებული ქულების შემდეგ პირველივე გადმოსვლაზე ფიჯელებმა მოახერხეს და ანგარიში გაქვითეს. შეიყვანა თამაში ბურთი კვირიკაშვილმა. მიყვება ამ ბურთს ფრუიძე და დაუვარდათ აქ უკან შეგვიძლია ჩვენ ავიტაცოთ, ასეც ვიქცევით. ჩვენ ვაკონტროლებთ მეტოქის 22-ში ბურთს, თუმცა არა, საბოლოო ჯამში მაინც მათ დარჩათ, როგორ და რანაირად. გვიტევენ თავისი 22-დან ხელდახელ გამოვიდა ახლა დავაი.
ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ნებისმიერი მათი მორაგბე ხაზის გაჭრის ოსტატია. ფეხით ბენუოლავოლამ დაარტყა შორეული დარტყმა. შეიძლება სულ გადავიდეს, გადაცდა კიდეც. ძალიან კარგი. ეს მხოლოდ დარტყმის ძალის გამო არა, როგორც ჩანს, ქარიც სწორედ აქეთ უბერავს კიდის პატარა დროშებიც ამისკენ მიგვანიშნებს სწორედ. და კიდევ ერთი შესატევი პლაცდარმი ბორჯღალოსნებს. თუმცა 2-3 დარტყმით ხედავ თავისი 22-დან პრაქტიკულად ცენტრამდე ამოვიდნენ. ბევრად უფრო სახიფათოდ უტევს ფიჯი ვიდრე ტონგა ან სამოა წელს. რა თქმა უნდა, მანძილს ნებისმიერი კონტაქტის შემდეგ 2-3 მეტრს იგებენ და ძალიან რთულია ასეთ პირობებში თავის დაცვა. და როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან სახიფათონი არიან აი ოფლოუდების დროს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მათგანს შეუძლია ისეთი პასი ამოაგდოს, რომ ხალხმშრალი დატოვოს ყველა გუნდის დაცვა. ირცხულავა დგას, კარგად მივაწექით, დავძარით. ჩაიშალა ფიჯი და ჯარიმა. კიდევ ერთი კარში დასარტყმელი ჯარიმა. არ ვართ წინააღმდეგი ნამდვილად. დაახლოებით მე-16-მე-17 წუთია ახლა პირველი ტაიმის. და კვლავ ემზადება მერაბ კვირიკაშვილი. ამჯერად მანძილი უფრო მეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასაც ვერ ვიტყვით, რომ გასატანი ჯარიმა არ არის. პირდაპირ კარის წინ არის და ხო, აი ახლა ნახოთ ქარი დაახლოებით 30-32-13 მეტრი. ისეთი ქარიც არ არის ახლა, რომ ხელი შეუშალოს მერაბს. ნახოთ. დარტყმა და 10 სამწუხაროდ 10 ეს დარტყმა კარს. გაუშვით ხელიდან სამი ქულა და წამოვიღოთ ახლა ჩვენი შეტევა კარგად. ნამდვილად გასატანი ჯარიმა იყო ესეც, როგორც ჩანს, არც თუ ისე სუსტი ხარია. არადა დამდგვალება შეეძლო მეკოს 740 ქულა, რომ მოეპოვებინა. იმედი გვაქვს, რომ აცდება 740 მეკო. და ეს გარდასახვების ხარჯზეც მოხდება. რუიძე იაწოდა ბიწაძეს. ბიწაძე გაიარა რამდენიმე მეტრი. ეგაძე. ვათამაშებთ ხაზზე, შარიქაძეა ბურთით და გადაუვარდა წინ. სწრაფად შემოგდების საშუალება არ უნდა მივცეთ ახლა ფიჯელებს. არჩევანი ექნებათ, მათ უნდა ჩერკინება თუ დერეფანი, სავარაუდოდ დერეფნიდან განაახლებენ თამაშს. უკეთესადაც შეიძლებოდა ალბათ ამ ბურთის გათამაშება. ძალიან ადვილად აღმოჩნდით კიდის გარეთ. ასეც იქცევიან სუნია კოტო გუნდის კაპიტანი შემოაგდებს ბურთს დერეფანში. უნდა აუხტეთ აუცილებლად. ასეც ვიქცევით და უგებთ კიდეც ბურთს. მეორეჯერ უგებთ აუც ფიჯელებს. გადავიდა თამაში რაკში. მორკინალებით ჩვენიერი დარტყმა. კვლავ წინ გადაგვივარდა კონტაქტში ბურთი. კონტრიერიში მივიღეთ ძალიან სახიფათო, ხედავთ ოფლოუდი, აი ამაზე ვსაუბრობდით რანდრო. შემდეგ ვოკა ბურთით. შევაჩერეთ. აი კონტაქტში დაკარგული ბურთის შემდეგ პირველივე ფაზიდან წავაგეთ 20 მეტრი. ახლა დაცვაში ყურადღები თამაშია საჭირო. კაჭარავა შარიქაძის წყვილი კარგია, შევაჩერეთ. თუმცა ბურთი კვლავ მათ მხარესაა. უნდა შევუნელოთ რამენაირად ბურთი, თორე ძალიან სახიფათოდ გიტევენ. ისევ ხელდახო ამჯერად მასილევს დაუვარდა ბურთი კაჭარავას, სწრაფადვე ავიდა და კიდეზე გადაიყვანა მეტოქი. მაგრამ წინ რო დაუვარდა მანამდე ბურთი შერკინება არ. როგორც ჩანს უკან დაუვარდა, ასე დაინახეთ საჭები. კარგი იქნება თუ ნახავთ გამეორებით, შეიძლება მართალიც არის. JP Doyle
ჩვენი დერეფანი. ჩვენივე ნახევარზე. ჯაბა ბრეგვაძე ბურთით. ავიღეთ, არა გვიხდნენ დერეფანში ფიჯელები, ბეგაძე ფეხი. მიყვება ფრუიძე ამ ბურთს და რა კარგად აიღო ახლა ფიჯელმა მორაგმენ ბურთი ჰაერში. უარჩდები ეს გახლდათ ფეთოსბორნი, თუმცა საბოლოო ჯამში გვიან დაეხმარნენ მას და დაჯარიმდნენ ფიჯელები. შანსი გვაქვს რომ მეტოქის ნახევარზე გადავიდეთ, ანგარიშია 3-3. კონსულელთა ეს სახელგანთქმული უდისციპლინობა ჯერჯერობით კარგ სამსახურს გვიწევს. ყოველ შემთხვევაში რამდენჯერმე თავის დაცვის საშუალება მოგცა და ამოსუნთქვის ამ ყველაფერმა. ძალიან კარგად დაარტყა მერაბ კვირიკაშვილმა, ახლა კიდეზე ხედავთ პრაქტიკულად 10 მეტრი რჩება მხოლოდ და მხოლოდ მეტოქის ლელომდე და იქ მაყურებელმაც კი დაუკრა ტაში, იმდენად მოეწონათ მეკოს შესრულებული დარტყმა. მართლა ძალიან კარგი პუბლიკაა ფიჯიზე, როგორც ჩანს, კეთილგანწყობილი და რაგბის მოყვარული ხალხია. რაგბის მოყვარული კარგი ადამიანები არიან ეთყობა. ბრეგვაძე მოვიგეთ ადვილად და ვუტევთ. მოკლევთაზე ჯაბა ბურთი ძალიან ცოტა გვჩება ლელომდე. დამუშავებული კომბინაცია სწრაფად ჩამოუგდეს ბეგაძეს და პირდაპირ ჯაბამ აიტაცა, შემდეგ ასიეშვილის დარტყმა. ბეგაძე ისევ მორკინალებით თამაშობ, თხილაიშვილი ამოაგდო პასი ხმალაძე, შარიქაძე ბოლომდე ვათამაშებთ, ჩაერთო იერიში ჭედლიძე. კარგად დაუხდნენ მას და გადავიდა კიდეზე, არა და დაამიცა შემდეგ კონტაქტის შემდეგ მან ბურთი ლელოში. ძალიან ახლოს ვიყავით ლელოს გატანასთან და ძალიან სამწუხარო დაკარგვა. თან ისე ჩათამაშებული ლელოს გატანასთან ვიყავით ახლოს და არა მოლით ან შერკინებით დადებულ, რასაც უფრო მიჩვეულები ვართ. კარგად გავათამაშეთ ბოლომდე. ეს კომბინაციაც კარგი იყო, რაც დერეფანს მოყვა. არა გვიხდნენ ფიჯელები, როგორც ჩანს ამისთვის მზად ვიყავით და ზუსტად ისე გავათამაშეთ შემდეგ ბურთი. აკი ვხედავ შერკინება ჯეიპიტოუს წინ პასი დაუფიქსირებია. მანამ სანამ კიდეზე გადაიყვანდნენ თამაშ ჭედლიძეს. ეცადოთ, აბა ეგება მოუგოთ. შერკინება. პენი რავაი, კოტო და ტანიელა, ანუ დანიელ კოროი არის მათი პირველი ხაზი. ბურთს კი კენატალე შეაცურებს შერკინებაში. კოროი გაწმილებულია რაღაცით. არ არის ბოლომდე კმაყოფილი, JP ბდოილი, რა თქმა უნდა, გაესაუბრება ორივე გუნდის პირველ ხაზს. თავიდან მოეწყობა შერკინება. კენატალე ბურთით, რუმინული ფარულ კონსტანტას 9 ნომერი. რამდენიმე ყავთ რუმინეთში ფიჯელებს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია დღევანდელ შემადგენლობაში 37 კეპი აქვს მას ნაკრებში მოხვეჭილი. 38 ჯერ თამაშობს დღეს. შერკინება ისევ ვერ მოეწყო და ძირს ძირითადად ისევ ფიჯელები აღმოჩნდნენ. ამჯერად ასიეშვილს ესაუბრება JP დოილი. უკვე უყურებს ჯეიმს ლექი. ავსტრალიელი კიდის ფსაჯი. დადგა თავიდან შერკინება კენატალე კლავბურთთან. შეაგორა შერკინებაში ბურთი, კარგად განან ფიჯელები. რანდროდრო არჩქარობს ბურთის გამოტანას. ახლა აიტაცა. ანუ კიდევ ერთი მესამე ხაზელი ყავთ. 12 ნომერი იყო ეს ვასიტერი, უბრალოდ გაბარიტებით ძალიან გვანან ცენტრები მესამე ხაზელებს. კენატალე ვოლა ფეხით ითამაშებს. იკადრეს როგორც იქნა ფეხით გამოტანა საკუთარი 22-დან ბურთის და მერაბ კვირიკაშვილის სწრაფად წამოიღო. სრულმოძრაობა შებოჭეს, თუმცა მეტოქის 22-მდე თითქმის ამოვიდა ბეგაძე. ფეხით შეაგორა ხმალაძე, მიუყვებით ამ ბურთს. საკმაოდ საფათო შეგორება. ოპერატორი. ახტება აქ
ზეთავის ლელოს ხაზზე პატრიკ ოსბორნმა აიტაცა ეს ბურთი. აქ არ არის თამაშგარე, შეგვიძლია თამაში ბურთზე, რომ მოუაროს ჩვენიანმა ახლა იმაზე თამაშიც კი შეუძლია, ვინაიდან უკვე ლელოშია შიგნით ბურთი, სადაც თამაშგარის ხაზი აღარ არსებობს. ფრუიძე თავადვე წაიღო. მივიდა 12 ოკეზე, კარგი უპირატესობაც გააკეთა. არა და აქ ფიჯელები ჯარიმაში არიან წესიდარიგით, არა, გვაცადეს ბურთის გამოტანა ხმალაძე, კვლავ ფეხით გადაკიდა ძალიან კარგად და ჭედლიძეს ამოუარდა ბურთი ხელიდან ბრძოლაში. არა და ძალიან კარგად ითამაშა ლაშა ხმალაძემ და კიდევ ერთხელ ახლოს ვიყავით ლელოსთან. და კიდევ ერთხელ ახლოს ვიყავით ლამაზ ლელოსთან. ხმალაძემ ფეხით ჩვენივრად გადაუკიდა ჭედლიძეს და ძალიან ცოტა დაგვაკლდა. როდესაც უკვე ლელოსში ამაყურებელს აუხსნით თუ რაზე ვსაუბრობდი, როდესაც ლელოს იქით არის ბურთი, ანუ ლელოს ზონაში, ამ შემთხვევაში თამაშგარის ხაზი აღარ არსებობს და ქართულ ნებისმიერ მორაგბეს რო შემოერბინა და ბურთი დაემიწებინა, ლელო ჩაითვლებოდა 22-დან განაახლეს თამაში. თუმცა მათ ნახევარზე იქნება ისევ და თან ჩვენი დერეფანი, აი განმეორებით ხედავთ რა კარგად გადაკიდა აქ ხმალაძემ, კარგად ვერ შეყვა. თაზო უბრალოდ ბურთის ხელში დაჭერა ცადა და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა მისი დამიწება. თუ ჯარიმა იყო, რატოღაც მათი არის დერეფანი. ძალიან სამწუხაროა რომ საჯის ხმა არ გვესმის, მოიპოვეს თავის დერეფანში ბურთი ფიჯელებმა და კვლავ ხელდახელ გვიტევენ საკუთარი ნახევრიდან, აქ დატოვეს ფეხზე მოლია უკვე. ახლა გადავიდა თამაში რაკში. უნდა ვეცადოთ მანდვე ჩახურვას ფიჯელთა შეტევების. აი ხლა უპირატესობაც ჰქონდათ ფრთაზე. კონტაქტი მოხდეს ესე რაგბი ლიგურად საფართხალ და შემდეგ იქ ფიჯელი მორაგბე. და ბენ ვოლა ფეხით თამაშობს სარიელის სივრცე იპოვა. კვირიკაშვილი ბურთთან აქედან ფეხით უნდა გამოვიდეთ. ასეც იქცევა მეკო. არც თუ ისე კარგი დარტყმა. კარგი დარტყმა კი. 22-ში ჯერჯერობით არა ვართ საკუთარში, მაგრამ მეორეც არ უკლია. და სუნია კოტო კлау ბურთთან ფიჯელთა კვაჭი და დღევანდელ მატჩში გუნდის კაპიტანიც ექიმსაც უხმეს, ეთყობა ვიღაცას მცირე დახმარება ჭირდება. ფრანგული ნარბონას მორაგბეა სუნია კოტო 57 თამაშს ატარებს იგი ფიჯის ნაკრების შემადგენლობაში. დროკი გაჩერებულია თუ არ ვხდები. ბენიტო მასილევუ არის ტრავმირებული. ბრივის ფთა კლუბში როგორც წესი ფთაზე თამაშობს, დღევანდელ მატჩში კი იგი 15 ნომრის პოზიციაზეა. მეორე თამაშს ატარებს ნაკრების შემადგენლობაში. ყველაფერი რიგზეა, წყობშია. ვასილევუ და ბურთით სუნია კოტო, გუნდის კაპიტანი მოგვიგეს ამჯერად აუტი. დაუმბატიმ კარგად მოიგო. ვასიტერი გვიტევს ხელდახელ კარგად გაათამაშეს კომბინაცია, სწორედ ჩვენს მიერ ნახსენები მასილევუ შემოვიდნენ ჩვენს 22 მეტრიან ზონაში უკვე. სწრაფად უნდა ავიდეთ წინ. თითქოს ბლოკირება იყო. იქვე აიტაცეს. რავაი. ხედავთ კარგად მიიწევს ძალიან წინ უნდა დავაგდოთ აუცილებლად. მოვახერხეთ როგორც იქნა, არა და ძალიან დიდი მანძილი მოიგეს. ფიჯელებმა დაახლოებით 10 მეტრში მოგვიახლოვდნენ და პატარა გაწევ გამოწევა. საჯმა ფაქტია რომ თამაში გააჩერა, თუმცა ხელი ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ აქვს გაშვერილი. შერკინებას ნიშნავს. წინ გაუვარდათ ალბათ ბურთი. ან ჩაიხურა. ჩაიხურა ხო. მოლის შემდეგ ჩაიხურა ბურთი, ვეღარ გამოიტანეს, როდესაც პენირავაიმ შემოგვიტია კარგად და ამის გამო გადმოგვეცა ჩვენ ბურთი. აქ ძალიან კარგი იქნება თუ კი მოვახერხებ და დავაჯარიმებ ჩერკინებაში მეტოქეს. უნდა დავიცვათ თავი აუცილებლად.
ანგარიში კი 3-3-ია. თითო ჯარიმა გაცვალეს დამტყმელები. ევაგორეთ, კარგად დგანან ფიჯელები. ახლა წამოიშალა ორივე გუნდის შერკინება. ბეგაძე გაიტანა ხმალაძეზე, ხმალაძე ფეხით იგერიებს, თუმცა კი გადავიდა კიდეც მოედნის ცენტრთან ბურთი კიდეზე, სწრაფად ამოწიეთ ხაზი. აღარ შემოაგდეს ფიჯელებმა სწრაფად, თუმცა შეეძლოთ იქ გადაიჭირა ბურთი მათმა უკანა ხალხელმა, მაგრამ ახლა იქნება მათი დერეფანი. თქო, წყნარად შეუძლიათ მოგებაზე ითამაშონ. ყავს უნია კოტო. დოილი გაესაუბრა ახლა გიორგი ჩხაიძეს. გაუხდეთ ამ ბურთზეც, მოლდიდად არაყენებენ, პირველ კაცზე ააგდეს მარტივად. კენატალე გაიტანა ხაზზე. ანუ ხედავთ რამხელა არის ერონი ვასიტერი. ძალიან რთული შესაძლებლები არიან ფიჯელები. ოსბორნი ოფლოუდი, ყურადღებით თამაშობდით, კარგი იყო კაჭარავა და დავჯარიმდით შემდეგ რაგში ჩავარდნისათვის. ბეგაძე ჭკვიანურად თამაშობდა, თითქოს არ იცოდა რომ მეტოქის ჯარიმა იყო და დროულ სწრაფად გათამაშების საშუალება ამითი არ მისცა მათ. კარგია რომ 10 მეტრით არ დაგწიეს. საინტერესოა კარში დაარტყავს ვოლა თუ კიდეზე გადაიტას, როგორც ჩანს კიდეზე გადააქვს იქ ბურთის სადგამი არ ჩანს. ასეა, ნამდვილად. ყველელოზე თამაშობენ ფიჯელები, როგორც ჩანს ეს გათანაბრება იკმარეს საჯარიმო შემდეგ. რა ხდება? ვერ გადაიტანა ბურთი? გადააცილა მოედანს როგორც ჩანს, ოპერატორი ის იმდენად კარგად არ გვანახა რომ მიხვედრილიყავი, ჩვენი შერკინება იქნება დარტყმის ადგილიდან. გადასარავი, აი ამას ვამბობდი. ჩვენ თუ ერთი ჯარიმა ავაცილეთ, მათაც ძალიან კარგი შესატევი პოზიცია გაიფუჭეს ახლა. ამას ვამბობდი ზუსტად ბენ ვოლა-ვოლაზე, კი, კარგი 10 ნომერია, ნამდვილად სხვანაირად ვერ იქნები ფიჯის ნაკრებში 10 ნომერი, მაგრამ აი სტატიკურ მდგომარეობებში იგივე კარში დარტყმა როცა საჭირო, ან ჯარიმის გადატანა აუჩი, ყოველთვის შეუცდომელი ნამდვილად არ არის, ძალიან უხეშ შესაძლებლობებს უშვებს ხოლმე. აქ კი დაჯარიმდნენ შერკინებაში ფიჯელები და აი ესე მარტივად არა მხოლოდ თავი დავიცავით, არამედ კარგი შესატავი პლაცდარმით შეიძლება შევიქმნათ. რამდენადაც კარგად თამაშობს ხოლმე ფეხით ვოლა-ვოლა თვითონ თამაშის დროს, ანუ როდესაც ღია თამაშია და ბურთი თამაშია, იმდენად უშვებს ხოლმე შესაძლებლობებს აი ესეთ სულელურ შესაძლებლობებს, ხანდახან რაც დღეს ნამდვილად გვაწყობს. გადავედით მეტოქის ნახევარზე. ბრეგვაძე ბურთით. ალბათ დაახლოებით 7-8 წუთი რჩება ტაიმის დასრულებამდე. ბრეგვაძე მააგდო, მოვიგეთ ჩვენ დერეფანში, მოლს არ ვაყენებთ, ასე უტევთ. თხილაიშვილი აქ თითქოს ბლოკირებას გავდა და დაგვაჯარიმეს კიდეც ამის გამო. აშკარად იყო აქ ბლოკი. არა კარგი შეტევა შეგვეძლო წამოგვეღო. ახლა მარტივად შეგვიძლია აუხსნათ თუ რა სხვაობა იყო ამ ეპიზოდს და ბექა გორგაძის ეპიზოდს შორის, როდესაც ჩვენ იტალიას დაუდეთ ძალიან ლამაზი ლელო. ამ შემთხვევაში ბოჭავს პირდაპირ უშლიდა ხელს წინდგომი ადამიანი იმაში რომ მისულიყო იგი თხილაიშვილზე. არანაირი დამატებითი სივრცე არ ყოფილა ბოჭავს და თხილაიშვილს შორის, ხოლო იმ შემთხვევაში კი ბექა გორგაძე 3 მეტრით უკან იდგა თანაგუნდელზე და უბრალოდ მათი შეცდომა იყო რომ იმ გიორგი მელიქიძეზე მივიდნენ ნაცვლად ბექა გორგაძისა და მელიქიძე თავად შებოჭეს და შემდეგ უკვე აი გაუშვით შეტევის შანსი ხელიდან, სამაგიეროდ ახლა გვიტევენ ფიჯელები ხელდახელ. ძალიან საფათოებიც არიან, აქ გადაუვარდათ მათ ბურთი წინ, თუმცა უკან გვიტევს თავუმბატი.
ალუმბატიც აი ყველამ გაგვიჭრა მე მგონი თითოჯერ დღეს ხაზი. კარგი იყო შარიქაძე, აქ უნდა დაჯარიმდნენ წესით, გამოვიღეთ ბურთი და ჩვენ დაგვაჯარიმა ამ შემთხვევაში. საინტერესოა თუ რატომ გამეორებები როგორც გვერდიდან შემოსვლას ანახებს ახლა რაკში ჯეიპი დოილი, თუმცა სწორედ იყო იქ ბურთზე ჩამჯდარი გიორგი ფრუიძე, კაჭარავა დააჯარიმა ამ შემთხვევაში. ახლა კი ნამდვილად არ აცილებს მენ ვოლა მოედანს და 15-იანი შერკინება. გავუშვით შესატევი პლაცდარმი ხელიდან და პირდაპირ მივიღეთ უკან. აი ნახოთ ახლა განმეორებით გაუშვა ფრუიძემ ხელი და ჩაჯდა პირდაპირ ბურთზე, იქვე იყო კაჭარავაც. ძალიან საკამათო გადაწყვეტილება ახლა ჯეიპი დოილის. ზბილად რომ ვთქვათ. ზუნია კოტო. მოიგეს. ამოლი ცდილობენ ემოტევას, დაძრეს კიდეც. კარგად უნდა დაუდგეს. უკან ცოტათი. გადაინაცვლა თამაშმა რაკში. ახლა აყურადღებით თამაში საჭირო. ხედავთ გვიტევს ტამბა კალანგი. ხაზი უნდა დავაყენოთ. ისე მოკლე დარტყმების დროსაც ძალიან სახიფათოები არიან ისინი. თქმა უნდა. კიდევ ერთი მიძალება 15-იან ზონაში გვიწევს თავის დაცვა უკვე. კენატალე გაიტანა თავუმბატი. ნემსაძე კარგი იყო დაუხვდა. შეცვალეს შეტევის მიმართულება ვოლა. ელოპასი და გაგვიტანეს. მოსალოდნელი იყო. თუმცა აქ წინ თამაშს ანახებს. არა. და ასეც არის. მაინც მოახერხეთ თავის დაცვა. ყოჩახ ჯეიპი დოილი. და ყოჩახ გვერდით იმსაჯი რომელი დგას აქეთ. მე მგონი კლენზის აქეთ. კლენზის ვაკეთ? რას მოვესწარეთ? ჩვენი შერკინება ჩვენივე 15-იან ზონაში გადაუვარდა ბურთი წინ ერონი ვასიტერს. არადა ძალიან სწრაფად და კარგად შეცვალეს აქ შეტევის მიმართულება. თუმცა დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ჩხაიძის ბოჭვა არის. რომელიც თავიზე ბევრად უფრო სწრაფ მოთამაშეზე გააკეთა რეალურად. და მირცხულავას გამჭვიახი თვალები რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაინახა გზინ თამაში იყო და აქ წყლის შესვენებაა ეგრეთ წოდებული ცხელა რა თქმა უნდა, ცხელად მორაგბეებს, ქართველებს მეტად ფიჯელებს ნაკლებად. ვინაიდან სახლში თამაშობენ და უფრო მიჩვეულები არიან. თან თეთრია ამ კლიმატურ გარემოს. ახლა ფიჯელები ესაუბრებიან მატჩის მთავარ არბიტრს, რომ იქნებ ვიდეო რეფერის შეემოწმებინა. მათ მიერ დადებული ბურთი იყო თუ არა ლელო? პირველი ტაიმის დამთავრებამდე კი ალბათ დაახლოებით 5 წუთიღაა დარჩენილი. ჩვენი შერკინება ჩვენივე ლელოს მისადგომებთან. კარგი იქნება თუ არ მიცემთ ამ ტაიმში წინ გასვლის საშუალებას ფიჯელებს. მოეწყო შერკინება, მივაწექით. დავძარით წყობრად უკან, აკონტროლებს ბიცაძე კარგად ბურთს და კვლავ დაჯარიმდა ჩვენი მეტოქე შერკინებაში, ვერაფრით ვერ გვიწევენ წინააღმდეგობას კუნძულელები. შერკინებაშიც კარგები ვართ დღეს და დერეფანშიც შერკინებაში გასაგებია. დერეფანში კი უკვე 2 აუტი მოუგეთ. რაც არ შეიძლება არ გვახარებდეს. კვირიკაშვილი, რაც შეიძლება მეტი უნდა მოიგოს მეკო. დაახლოებით 40 მეტრიან ხაზამდე ამოიტანა ბურთი. ჩვენს ნახევარზე. არც თუ ისე ცუდი დარტყმა 35 მეტრი მოიგო დაახლოებით. მერაბ კვირიკაშვილმა. რეგვაძე ბურთთან ბოლოკაძე ავაგდეთ. ძალიან ცუდად წავაგეთ ჩვენი პირველი დერეფანი, მათაც წინ გადაუვარდათ ბურთი. ბეგაძის მხრიდანაც წინ თამაში იყო და დაგვიბრუნდება ახლა ეს შერკინება. ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო ახლა ბეგაძის მხრიდან. შერკინება რა თქმა უნდა გვაწყობს. გადაწყვეტილება იყო რომ იქ დაეკარგა ბურთი
იმიტომ რომ გაგვეგრძელებინა თამაში. შეიძლება მნიშვნელოვანი მანძილით დაგვეკარგა და დამთავრებულიყო ის ჩვენი უპირატესობა. დიდხანს წინ თამაშის უპირატესობას დოილი არ გვათამაშა. კვლავ ჩვენი შერკინება აქ თითქოს ადრე ყვაწვებიან ბეგაძე ბურთთან. შეაგორა მივაწექით კვლავ დავძარით ფიჯელების შიგნით აწვება ახლა კანიელა კოროი წამოდგა კიდეც ფეხზე და კვლავ დაჯარიმდნენ ფიჯელები თან ის გადავაქციეთ და ხოლო წითელი მაი 8 წითელი მაისურიჭას ავდგებით და იქვევით ფიჯელები იქნებიან ნელ-ნელა თეთრი კვარტებიც გამოჩნდება. პრაქტიკულად პირველი მეორე მესამე ხაზი წამოვაყენეთ და ზურგზე დავეცით. არა და შეხედავ რამხელები არის. ხოლო ზომა და ჯანი არ არის ტექნიკად საჭიროა შერკინებაში. ეს იმათ საყურადღებოთ, ვინც რაგბის ცოტა ისე უყურებს, რომ კუნთმაგარი მოთამაშეების სპორტი გონია. საოცარი სტატისტიკა 7 ჯარიმა თუ სწორად დავითვალე პირველ ტაიმში შერკინებაში. ძალიან ბევრს ვაღწევთ ამის წყალობით. თუნდაც ის ტერიტორია, რომელიც ამ შერკინებებმა მოგვიტანა, ის ჯარიმა, რომელიც შემდეგ კარში დავარტყით ჩვენი ერთადერთი ეს სამქულიანი ჯარიმა და ასე შემდეგ. ორჯერ ლელოსთანაც სწორედ ამის შემდეგ ვიყავით ახლოს. კვირიკაშვილი ურტყავს კიდეზე. გადავედით მეტოქის ნახევარზე. ძალიან ცოტა დრო რჩება, ალბათ ბოლო სტატიკური მდგომარეობა ამ ტაიმში, ზუსტი დრო არ აგვაქვს, მაგრამ ვარაუდით ასე უნდა იყოს. როგორი საინტერესოა, ამავე სტადიონიდან იყო წინა რეპორტაჟიც ტონგასთან, როდესაც მოვიგეთ ჩვენ ბოლო წუთებზე მატჩი და იქ გქონდა დრო, ტაბლო. უკეთესი ოპერატორებიც უფრო კარგად მუშაობდნენ იქ. აჭარავას ცუდად აუხტა ბურთი ხელისყრით იცილებს პირველ მეტოქეს, ვოლა-ვოლასაც გაცდა, კარგი იყო ძალიან კაჭი, გადავიდა ახლა მაინც მოიგო სივრცემა. ის ერთი შეხედვით დაკარგული სივრცე მოიგო ისევ. შარიხაძე მოხვდა აქ ბეჭებში ვიღაცის ფეხი. უფრო აქტიურად თამაშია რაკებში საჭირო. ნემსაძე. კარგია ნემსაძე. ბეგაძე ხაზზე გავიტანეთ ბურთი მორკინალებს ათამაშებს. კარგადაც ირჯებიან, ბიწაძემ კარგად მოიგო ახლა მოედანი. ფიჯელები პირდაპირ ბურთზე ცდილობენ ჩასვლას და ძალიან გვინელებენ. ხმალაძე, კაჭარავა. აიწამოდგა ფეხზე. კარგია კაჭი. ეს ეხერხება მას ძალიან კარგად. ხა შეიძლება ფრთაზე ჩათამაშება ბურთის ბიწაძე, კვირიკაშვილი, ცუდი პასი. თუმცა დარჩა ბურთი მოედანში და სუთიაშვილი ინარჩუნებს მას. კვირიკაშვილი კიდევ ერთი ცუდი გადაცემა. არჩევია მას. ძალიან კარგად უტევს ასიეშვილი. 22 მეტრამდე აღარაფერია დარჩენილი, ძალიან ცოტა. ბეგაძე ისევ ხმალაძე, თავადვე წავიდა შიგნით გადაცემა შარიქაძე 22-ში ვართ უკვე მეტოქის. ისევ ბეგაძე. დაცვაში ვერდგანან თლად წყობრად ფიჯელები, ახლა ჩვენ თვითონ დაუშვით ისევ შეცდომა. კაჭი მაიტაცა ბურთი. ვეღარ გააგრძელებს აქ წინსვლას. უახლოვდებით კვლავ მეტოქის 22 მეტრიან ზონას. ბეგაძე ბურთთან. არის კვლავ წინსვლა. ბეგაძემ იქვე აიტაცა, ამოუგდო კვირიკაშვილს კარგად. გზელი გადაცემა. შეიძლება აქ პასის გაკეთება შარიქაძე ფეხზე დგას, ამოუგდო ასიეშვილს. და ახლა საფათო ფეხი მიგვირტყეს ბურთზე. მიიწევენ კიდეც წინ, კიდევ ერთი მირტყმა. და გადავრჩით. ძალიან ადვილად გამოუძველეთ. დასრულდა პირველი ტაიმი ანგარიშია 3-3 უტევდით ჩვენ მივიღეთ საფათო კონტრიერში საბოლოო ჯამში ფრე პირველი ტაიმის შემდეგ დავიცვერეთ ჩვენს მორაგბეებთან ერთად დაახლოებით 10 წუთით და დავბრუნდებით მეორე ტაიმით. დავბრუნდით ANZ სტადიუმზე.
ფიჯის ეროვნული სტადიონი 15000 გულშემატკივარს იტევს, თუმცა ამდენი ნამდვილად არ არის დღეს ტრიბუნებზე. გამოვიდნენ უკვე ქართველი მორაგბეები მოედანზე. როგორც პირველ ტაიმში მეორეში ალბათ მალევე გამოყობიან ფიჯელებიც, ბასპინძლები. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 3-3. 1-2ჯერ ჩვენ ვიყავით ახლოს ლევოს დადებასთან, ერთხელ თავად ფიჯელები. საბოლოო ჯამში ვერც ერთმა ვერ მოახერხეთ მეტოქის დალეულობა და მხოლოდ თითო ჯარიმა გავცვალეთ. ერთი ჯარიმა ჩვენ გავახუჭეთ, ერთი კარგი შესატევი ჯარიმა იმათმა გადააცილეს. უკვე დამხრივაც მასკაში არ დაურყავთ, მაგრამ გამოუყენებელი ჯარიმების რიცხვი შეგვიძლია მივათვალოთ იქ მოვალოს გაფუჭებული დარტყმას. ძალიან საფათო შესატევ პლაცდარბს იღებდნენ 5 მეტრიან დერეფანს და გადავრჩით იმ ეპიზოდში ნამდვილად. ძალიან ძიმე თამაში იყო ერთი სიტყვით რომ ვთქვათ. პირველი ტაიმი გადამწყვეტი უპირატესობა მოკლედ ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა და მეორე ტაიმში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკურ კონდიციებს, ვინ უფრო მალე დაიღლება, ვინ მეც გაქაჩავს უხეშად რო ვთქვათ ამ ურთულეს პირობებში. თამაშს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ Facebook გვერდზე სპორტის საზოგადოებრივზე შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ live streams დღევანდელი მატჩის. პირველი ტაიმი დაიწყეს ფიჯელებმა, ვოლა-ვოლამ შეიტანა ბურთი თამაში, მეორე ტაიმს შესაბამისად იწყებს მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ნაკრები. ეიყვანა კვირიკაშვილმა ბურთი თამაშში. ჩვენ ავიღეთ ძალიან კარგი ასიეშვილი უტევს გაჭრა კიდე ცხაზი შევიდა მეტოქის 22 მეტრია ზონაში სწრაფად აგზელებს იერის ბეგაძე. ფრუიძემ იქვე დაარტყა, მოედანში დატოვა ბურთი. ხაზზე გავიტანეთ. ხილაიშვილი დადგა ფეხზე და დატრიალდა. ბეგაძე გამოიტანა ბურთი დროულად. აჭარავა. კარგი შეტევა, შეგვიძლია ახლა. ხმალაძეა ძალიან ახლოს. და ლევო! მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მოახერხეთ ფიჯელთა დალელოვება. დავკიდეთ, ავიღეთ ის ბურთი, ფთაზე სწრაფად ჩავათამაშეთ და ლელო საბოლოო ჯამში. დაცვაში ნაპრალები გამოუჩნდათ ფიჯელებს, რითიც ძალიან კარგად ვისარგებლეთ. გამარჯვების თქმა არ ვაცადეთ მეორე ტაიმში. კარგია, მშვენივრად დავიწყეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. ხედავთ აქ აშკარად მეტნი ვიყავით. ფთაზე შეეძლო კიდევ ერთი გადაცემის გაკეთება ხმალაძეს, თუმცა თავის თავზე აიღო და არც თუ ისე ურიგოთ ხედავთ. დაალელოვა კიდეც მეტოქი. პირველივე შეტევა მეორე ტაიმში დამთავრდა ჩვენს მიერ 5 ქულის აღებით და კვირიკაშვილმა უნდა დაარტყას ახლა გარდასახვა. ოპერატორი სად არის? აქ არის. ოპერატორი ვერ მუშაობს ცლად კარგად აქეთა ფრთაზე რომელიც დგას. ისეთი შთაბეჭდილება გვჩება, რომ ერთობა ხოლმე თვითონ მატჩის ყურების გადაღება ავიწყდება ხშირად ზოგიერთი ეპიზოდის. დარტყმა გაიტანა ვერა. არა ზუსტი. და ლელოს ავტორი ლაშა ხმალაძე თქვენს ეკრანებზე. ლაშა ხმალაძე კი მართლა ძალიან კარგი იყო წინა ეპიზოდში. ჩემი სუბიექტური აზრით ახლა უყურებ ბიჭების ფორმებს. 20 წლამდელთა ნაკრების ფორმა, როგორც წითელი, ასევე მუქფერებში, რომელიც არის დიზაინით ჯობია დიდი ნაკრების ფორმას. გაგვიკიდეს, ფრუიძემ აიტაცა, თავადვე თამაშობს, ფეხით დაუფარეს იქვე ჩვენი დერეფანი. ჩვენი დერეფანი, მაგრამ საკმაოდ სულ ადგილას. პატრიკ ოსბორნი კადრში ჰაილენდერსის ფთა. მოვიგეთ ნემსაძეზე აგდებული ბურთი. ყილაიშვილი კარგია. ყილაიშვილი წინა შეტევაში ძალიან კარგი იყო. ბეგაძე დგას ბურთთან. აიტანა კვირიკაშვილზე, კვირიკაშვილმა შორეული დარტყმა.
ოსბორნს ჩაუგდო პირდაპირ ხელში, აი აქ არის ყურადღებით თამაში საჭირო. პატრიკ ოსბორნი ამოიტანა ჩვენს 22-მდე ბურთი. ახლა ფიჯელების ჯერია შემოგვიტიონ. დავუმბატი. რაკში ბურთს ფიჯელები, რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვთ და იშლიან თამაშს. ხალხი აქ კი რაღაც გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღეს ფიჯელებმა. გაუგებარი როგორ? გადაწყვეტილება გასაგები იყო, ტექნიკურად არ იყო კარგად შესრულებული და ჩვენია ბურთი. ეგაძე ცუდი პასი და ბეწაძემ ვერ აიღო ეს ბურთი, გადაგვივარდა წინ, შერკინება ფიჯელებს. ფიჯელების შერკინება ამ კომპონენტში პირველ ტაიმში გონდა უდიდესი უპირატესობა. როგორც ლუკამ მოგახსენათ პირველივე ტაიმში სადღაც 7-ჯერ ალბათ დავაჯარიმეთ ფიჯელები შერკინებაში. დავთვალე და 7 იყო, თუმცა მე ბოლოს უკვე ყურადღება აღარ მიმიქცევია ნამდვილად. ასე რომ სრული უფლება გვაქვს, იმედი ვიქონიოთ, რომ ფიჯელთა შერკინებასაც შემოვიბრუნებთ. ერთხელ იქნება თუ ორჯერ. ნახოთ. ერთით კი კენატალე უნდა იყოს ესეთ. ნემია კენატალე. უკვე შეიძლება თქვას, რომ და თავისუფალი. სწრაფად გაათამაშა. დაუვარდათ ბურთი, იჩხარეს ფიჯელებმა. გათამაშებისაც გადაუვარდა. წინ კლავ დააგვიანა ოპერატორმა, სახიფათოდ გვიტევდნენ ფიჯელები, მასილევუ იყო ბურთით. ყურადღებით თამაშია დაცვაში საჭირო. შემოვიდნენ ჩვენ 22-ში. სახიფათოდ გვიტევენ, კენატალე ამოაგდო ბურთი ვოლა-ვოლაზე, ვოლა-ვოლამ ხთაზე ჩაათამაშა. შეხედეთ 12 ნომერი რა ტანზე დგას. აი პირველ ხაზელის ტანზეა. დავჯარიმდით დაცვაში. თამაშგარის ხაზის დარღვევისათვის. ამასობაში მესაკენ დონგე გამოჩენილა. რა თქმა უნდა, ტიტრები არ გვექნება, უკვე შევეგუეთ. ფიჯელთა შემადგენლობაში არა უკაცრავად ნემია სონქეტა გამოჩენილა და არა მესაკენ დონგა. და ლაშა ლომიძეს გვიჩვენებდა ოპერატორი, როგორც ჩანს, ისიც აპირებს მალე თამაში ჩართვას. ფიჯელთა შერკინება დერეფანში გადაიტანეს ბურთი. დერეფანში გადაიტანეს. ჯარიმის შემდეგ დერეფანში გადაიტანეს ბურთი. და მოიგეს, სწორედ შეხვაზე შემოსულმა ნემია სონკეტამ მოიგო ბურთი. მოლი დააყენეს, გვაწვევიან, კარგად დაუხდით ჩვენს პირველ მოძალებას, დაატრიალეს მორის ღერძის შეცვალეს და დაგვაჯარიმა მატჩ მთავარმა არბიტრმა. ახლა სწრაფადვე გაათამაშეს, იქვე გვიტევენ. აქტიურად შემოვიდა სონკეტა ძალიან. კიდევ ერთი მიძალება. და ამოუვარდათ ბურთი და ბიწაძე. კონტრიერიში ჟვანია შემოსულა, ჩხაიძე მიიწევს წინ. შვენიერი გადაცემა ფრთაზე. მოედანში თუ დავრჩებით, დავტოვეთ ბურთი. ასიეშვილია ბურთით უფრო სწორედ ჟვანიასავით კი გაიჭრა, მაგრამ იგი იყო მოედანზე, ჯერ არ გამოუყვანია ჟვანია. ძალიან კარგად გამოვედით რთული სიტუაციიდან, კი არა და კონჩეტოვა წამოვიღეთ. შარიქაძე მოიცილა პირველი მეტოქე კაჭარავა, დარჩა იგიც მოედანში. ყავ წინ მიიწევს. ძალიან კარგია კაჭარავა უკვე. რამდენი წელია ქართული რაგბის სამსახურში კარგად ირჯება, ის ფეხით გავაჩერეთ აქ თითქოს. ხო, მაგრამ მე აღებისას ხმალაძემ ტექნიკური წუნი დაუშვა და გაუვარდა ბურთი წინ. სამწუხარო. ხმალაძისგან ყველაზე იშვიათად ველით ასეთ დროს შეცდომას, მაგრამ ხდება ხოლმე. რა კარგად გამოვძვერით ჩვენი 5 მეტრიანი ჩვენს 5 მეტრში. აი ხედავთ ხმალაძის დაშვებულ შეცდომას, არც კვირიკაშვილის პასი იყო იდეალური, ესეც ვთქვათ. შორს იყო პირიქით იდეალურისგან.
ნამდვილად კარგად გამოძვერით, რასაც შენ ამბობდი, რთული მდგომარეობიდან. მცირე პაუზა. სუნია კოტო ესაუბრება თანაგუნდელებს. მოეწყობა ახლა შერკინება. პირველ სტადზე რა თქმა უნდა არ გამოვიდა, ყველაფერი ისე როგორც უნდა გამოსულიყო. ამიტომ იქნება ახლა მეორეც და მოედნის ცენტრში მეტოქის შერკინება. კენატალე შეაგორა ბურთი და ეგრევე მიწისკენ წავიდა ყველა. როგორც ჩანს, ორივე გუნდი ერთად. კარგად დააკვირდეს კიდის მსაჯი ტანიელა კოროის. ასიეშვილის მიწოლას ვერ გაუძლო და ჩავარდა. ახლა ასიეშვილს ესაუბრება ჯეიპი დოილი, თუმცა ნამდვილად წინაწვებოდა კახა. უბრალოდ კოროი ჩავარდა. კვლავ კენატალე ბურთთან. გაჯანჯლდა ეს შერკინება. აი უკვე არასწორად განან ფიჯელები, ახლა მოეწყნენ. კარგად დადგნენ თავისივე შერკინებაში, თუმცა ბურთის გატანას ვერ ახერხებენ. ახლა გაიტანეს, ყურადღებით იყო თხილაიშვილი, კარგად ითამაშა დაცვაში, ვერ გააკეთა ბოლოს ბოჭვა. აი აქ შევწდით ცოტათი ბოჭვისას. და ჯარიმა მაღალი ბოჭვისათვის გიორგი თხილაიშვილი დააჯარიმა ნემია კენატალეზე მაღალი ბოჭვისათვის ჯეიპი დოილმა. არ იქნება მე მგონი ახლა ცუდი გადაწყვეტილება ბენ ვოლოვოლამ კარში რო დაარტყას. თუმცა კიდეზე გადააქვს. ცუდი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ჩვენთვის. აი ეს კი ჩვენთვის ცუდი გადაწყვეტილებაა. აი კიდევ ერთი შეცდომა ვოლავოლასი არა და ბოდის უხდის ახლა იგი თავის თანაგუნდელებს და უნდა მოუხადოს კიდეც მესამე უშვებს იგი უკვე დღევანდელ მატჩში ასეთ შეცდომას. ვისაუბრეთ. არა და ძალიან საკმაოდ მაღალი კლასის 10 ნომერია. არ უნდა უშვებდეს ასეთ შეცდომებს ნამდვილად. თეორი ვაკეთ კიდევაც, მაგრამ ისეც აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ სტატიკურ დარტყმებში ძალიან სუსტად გამოიყურება, როგორც კარში დარტყმის დროს, ისევე ტელეფონში გადატანისას ხშირად უშვებს ასეთ ჩაცდავს. ეს მისი პრობლემაა, ახლა კი ბეგაძემ თავის საქმე უნდა გააკეთოს, ჩვენმა ბიჭებმა კი თავისი, ეს მათ არ შეეშლებათ დარწმუნებული ვარ და ნახოთ მოვიგებთ თუ არა ამ შერკინებას და თუ მოვიგებთ რამდენად ადვილად და რამდენს მოვიგებთ. დადგა შერკინება ბეგაძე ბურთთან შეაგორა მივაწექით დავძარით მეტოქე, თუმცა დატრიალდა შერკინება, დაჯარიმდნენ კვლავ ფიჯელები. რა თქმა უნდა, როგორც დავითვალეთ მეცხრეთ. ასიეშვილმა მხარი იტკინა. იმედია სერიოზული არაფერია, ყინული მიადეს. გასინჯავენ ახლა. ერთი ლელო ჰაერივით ჭირდება ახლა კიდევ ერთი ლელო. ბოლო წუთები იქნება ურთულესი, როდესაც უკვე დავიღლებით. გადავიდა საკმაოდ შორს ბურთი. შვენიერია. თავიდან ისე დაარტყა, ქვევიდან ამოկრა კვირიკაშვილმა ბურთფეხი, თითქოს მოედანში ტოვებდა, გამიკვირდა კიდე საბოლოო ჯამში მეტოქის 22-ში გადაიტანა, ზუსტად ძალიან კარგი დარტყმა გამოუვიდა.
მეკოს დღეს ძალიან კარგად გადააქვს ბურთები, რომ უბრალოდ ხელით თამაშის დროს დაუშვა რამდენჯერმე უჩვეულო შეცდომა კვირიკაშვილმა, თუმცა აი ფეხით თამაში ჯერჯერობით კარგია. ერთი გასატანი ჯარიმაც გააცუდა, ესეც აღვნიშნოთ. მოვიგეთ აუტი ადვილად, არ აგვიხდნენ ნორმალურად და გადავიყვანეთ თამაში მოლში. პირველ მიწოლას კარგად დაუხდნენ ფიჯელები, თუმცა დავძარით შემდეგ მაინც ოპერატორი გაყევი. მივყვებით. დაგიჯერა ბოლოს. რაქშია თამაში ბეგაძე, თხილაიშვილი. კარგად გადმოდო ბურთი უკან კონტაქტის შემდეგ კიდევ ერთი მიძალება მორკინალებით. შეცდომა არ უნდა დაუშვას ჩვენ თვითონ, არ არის გაუვალი დაცვა ფიჯელების, ნახეთ ეს პირველ შეტევაშიც. შარიქაძე სწრაფი გადაცემა კიდისკენ. კარგია. ფრუიძე ჩაერთო, ამოუგდო გადაცემა ხმალაძემ მოახერხა ბურთის შენარჩუნება, აქ უკვე მორკინალებმა უნდა ითამაშონ ყურადღებით გადაყრაზე. უკან დავიხიეთ, თუმცა ბურთს კვლავ ჩვენ ვაკონტროლებთ, იქვე აიტაცა კაჭარავა. ბეგაძე. დროულად არის თამაში საჭირო, კარგია პირველი ხაზით უტევთ. მირცხულავა. კვლავ ბეგაძე ბურთას სწრაფად გამოაქვს რაქიდან. კვირიკაშვილი ჩაერთო შარიქაძე, შევიდა კიდეც მეტოქის 22 მეტრიან ზონაში. ვიბრუნებთ იმ მანძილს, იმ ტერიტორიულ უპირატესობას, რომელიც ჰქონდა დერეფნის მოგების შემდეგ ნელ-ნელა. ჯემთლათ იქვე არა ვართ, ბეგაძე. ხელდახელ უტევთ. ნემსაძე. პირველ მეტოქეს გაცდა მეორესაც. შემდეგ უკან დაახევინეს. გადაყრაზეა თამაში საჭირო ბეგაძე. კვლავ თამაშ მჭედლიძე კონტაქტში შევიდა მეტოქესთან. შეაჩერეს. ლომიძე შემოვიდა შეცვლაზე. იგი იყო ახლა ბურთით. და დავჯარიმდით შეტევაში. უფრო სწორად ფიჯელები დაჯარიმდნენ 9 ნომერზე ხელისკრისათვის. აშკარად მეორე მხარესაცია თავიდან ჯეიპინოიმა შეშალა და შემდეგ შეცვალა ჩვენება იმ წუთშივე. აი ეს არის უკვე აუცილებლად გასატანი ჯარიმა. ეს არის. და 8 ქულიან უპირატესობას მოვიპოვებთ იმ შემთხვევაში თუ მეკო მოიპოვებს 740 ქულას კარიერის მანძილზე. უნდა მოიპოვოს აუცილებლად. ამის არ გატანა, არაფრის დიდებით არ შეიძლება. აი ხედავ ხელის მოძრაობას. ჯერ ერთ მხარეს აწია და მერე იმ წუთში გამოასწორა თავის შეცდომა. აიდან მოედნის საფარიც არ არის იდეალურ მდგომარეობაში, ხედავთ. არის უკაცრავად და ემზადება მერაბ კვირიკაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ჯარიმის დასარტყმელად. იდიმეკო დარტყმა ზუსტია 11-3. კარგია, ერთი გარდასახული ლელოზე ვეღარ გვეწევიან. ერთი გარდასახული ლელოთი ვეღარ გვეწევიან ჯერჯერობით ფიჯელები. თუმცა არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, ეს ჩვენი ნაკრებისთვის დამახასიათებელი ცუდი რამ ლუკასაც არაერთხელ უსაუბრია ამაზე და დამეთანხმება, როგორც კი ქულებს ვიღებთ, ეგრევე ვუშვებთ რაღაც სულელურ შეცდომას ხოლმე და ვჩუქნით მეტოქეს ქულების აღების შესაძლებლობას ხოლმე. უნდა გავუძლოთ ახლა კიდევ ცოტა ხანი და არ უნდა ვაპასუხებინოთ სწრაფად მასპინძლებს. ბიწაძე, როგორც ჩანს მესამე ხაზში შემოვიდა ლაშალომიძე, კარგად წამოიღო ბიწაძე მიერიში. შარიქაძე კარგად უტევთ გადაცემა. ძალიან ხმალაძე. მოედნის ცენტრამდე ამოვედით. ბეგაძე ამჯერად მორკინალებს ათამაშებს ლაშალომიძე ბურთით. მეორე ტაიმში გაცვლებით ცუდად გამოიყურება ფიჯელთა დაცვა. კარგია კაჭარავა სრულ მოძრაობები წაიწია წინ გადავიდა მეტოქის ნახევარზე. ბეგაძე სწრაფად არის ამოტანა საჭირო. ხმალაძე
ჩხაიძე იქ არ უნდა დავკარგოთ ბურთი, გადავრჩით მეკო. ფრთაზე უტევს ბრეგვაძე სწრაფია საკმაოდ. 7 კაცაშიც უთამაშია მას საქართველოს შემადგენლობაში. ბეგაძე ბურთთან აქ აქტიურად თამაშობდნენ რაგში. ლომიძე კარგი იყო ძალიან ამ ეპიზოდში ლომიძე. ეს უკეთესი ბურთია. აი ჟვანია გამოსულა მოედანზე უკვე. გამოსულა. აქ ადგილზე დგანან ჩვენები და ისე უტევენ. და წინ გადაუვარდა ბურთი. წისვლის გარეშე არც ერთ ქართულ მორაგბეს არ გაუკეთებია წინ ნაბიჯი ისე ჩაათამაშეს ბოლომდე, რაც რა თქმა უნდა არ არის შეტევის ოპტიმალური ფორმაცია. ამიტომაც დავკარგეთ ბურთი. არა და ცენტრამდე ძალიან კარგად ამოვედით. ზურაბ ჟვანია ბრეგვაძე საკმაოდ მობილური პირველი ხაზი ყავს ახლა მოედანზე ჩვენ. და პირველ ტაიმში ნახეთ რომ არც ასიეშვილია. არც ასკი ასიაშვილმაც 1-2 ჯერ კარგად შეუტია. იგივე შეიძლება ითქვას ფიჯელებზეც. ეს არ არის გასაკვირი. ეს არ არის გასაკვირი რა თქმა უნდა. რადგანაც ჩვენ პირველ ხაზელებზე საუბრობთ, ფრანგული რაგბის გამოცემა ლეკიპის მიხედვით მიხეილ ნარიაშვილი დასახელდა ტოპ 14-ის წლის საუკეთესო მარცხენა ბურჯად, ხოლო მარჯვენა ბურჯებში მე-4 ადგილზე გავიდა ლევან ჩილაჩავა. კიდევ ერთი აღიარებაა ქართველი პირველ ხაზელების, რა თქმა უნდა. ნარიაშვილი გამოვარდა უკვე, წააგო მონპელიემ ნახევარფინალი, ფინალი არის რაცინგ მეტრო ტულონი. ძალიან საინტერესო დაპირისპირება. სუნია კოტო ბურთთან, გუნდის კაპიტანი. ტულონში და რაცინგ მეტროში ორივეში თამაშობენ ქართველი მორაგბეები. განსაკუთრებით ტულონი უნდა გამოვარჩიოთ, მიქაუტაძე, გორგოძე, ჩილაჩავა. ჩვენი ელიტა სარაგბო. ნემსაძე ესაუბრება ჯეიპი დოილს. აი ეს ადამიანიც ვინც ახლა აუტოს აწოდებს, ესეც საფრანგეთში თამაშობს ნარბონაში. და დღეს ყველაზე გამოცდილია. მოედანზე არა უკაცრავად სერემაია ბაი არის ყველაზე გამოცდილი. თუმცა იგი მოედანზე არ არის ჯერ. თუმცა ის მოედანზე არ არის ჯერ, ხო განაცხადში არის. ნარბონა არის საფრანგეთის პრო დივიზიონ 2-ის კლუბი. მოიგეს საკუთარი დერეფანი ფიჯელებმა, გვიტევენ ხელდახელ. არა და სწორედ დაუხტი და წინ დაუვარდათ ბურთი. არა, როგორც ჩანს უკან? თუ არა, წინ. ჩვენი შერკინება ჩვენივე ნახევარზე, ფიჯელებსაც უვარდებათ ბურთი. უვარდებათ მით უმეტეს მაშინ, როდესაც აგებენ, ანერვიულებულები არიან, რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე წაგება არაფრით არ უნდათ. ყველანაირად გამტყუნდით ლადო, პირდაპირ 22 ნომრით სერემაიამ ბაიგვანახეს ოპერატორებმა. კი. როგორც ჩანს შემოსულა მოედანზე. 12 ნომრის ნაცვლად ცენტრების წყვილი შეუცვლიათ 22-23 ნომრით გამოცდილი ბაი და ვერენიკი გონევა არიან მოედანზე. ნაცვლად ვისიტერისთან დელაისი. შეცვლაზე მარკაპაში მყოფი ხალხი უფრო ძირითადის არიან და უფრო გამოცდილები ვიდრე ისინი ვინც დაიწყეს. ამიტომ ახლა გავარმაგებული ყურადღებით არის, რა თქმა უნდა, თამაში საჭირო. კიდევ ერთი შერკინება ბეგაძე. შეაგორა ბურთი. ვაწვევით მეტოქეს. ვაწვევით, მაგრამ გადაგვივარდა ბურთი წინ და ახლა შეიძლება წავაგოთ ჩვენი შერკინება. ასეც არის. აი ამას ნამდვილად არ ველოდით. და კაჭარავას ძალიან კარგი ბოჭოა. ჩვენი შერკინების წაგებას ნამდვილად არ ველოდით. ფეხი მიარტყა იქ სუდად. და ნახეთ რა შვებია. ამხელა მანძილს იგებენ ფიჯელები. ვოლა. ფეხი აუსტრიალდა თავად. აი მოედნის საფარს ხედავთ, არ არის მართლაც იდეალურ მდგომარეობაში. და შერკინება ფიჯელების. ტრავმირებულია მათი 5 ნომერი, თავუბატი ვერ ახერხებს ფეხზე წამოდგომას. მას მერე რაც ფეხი წამოკრა მოედნის საფარს, აი განმეორებით გვანახებენ სწორედ ამ ეპიზოდს. ვოლა სპასი, თავუბატი მიიღო და აუსტრიალდა ფეხი. შერკინება. იქნებ დაუბრუნოთ ვალი და მოუგოთ წინა შერკინება ჩვენი წავაგეთ.
მართლაც საოცრებაა ისე რეპორტაჟის ხარისხი ბევრად უკეთესი იყო ტონგასთან. არა და თითქოს ამ თამაშს უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდნენ, რადგანაც თავიანთი ნაკრები თამაშობს, მაგრამ როგორც ჩანს, ტონგასთან ვინც იყო მორიგე რეჟისორი და ოპერატორთა გუნდი, ის უკეთესი აღმოჩნდა. ჩაიშალა შერკინება. საინტერესოა, როდის ვიხილავთ ნიკა ხატიაშვილს მოედანზე 3 ნომერი ჯერ არ შეგვიცვლია. ჩაიშალა ისა შერკინება. ჩავარდნენ. და დაჯარიმდა ფიჯი. დაინახა ეს ჯეიპი დოილმა დროულად და გადმოქცა ბურთი. 9 ნომერმაც დააგვიანა იქ ნემია კენატალე ბურთის შეგორება. შეეძლო უფრო ადრე შეეგორებინა და მაშინ შემდეგ ათამაშებენ ხოლმე 8 ნომერთან თუა ბურთი, მაინც არბიტრები აცდიან ამ ბურთის გამოტანას. ასე რომ ეს შეტევაც მოვიგერიეთ. რომელიც ისევ ჩვენ ვაჩუქეთ ფიჯის, მაშინ როდესაც შერკინებაში დავკარგეთ ბურთი. კვირიკაშვილის დარტყმა ამჯერადაც კარგია თუ ცუდი ვნახავთ ცოტა ხანში. მანამდე კი საბაშ უბითიძე 23 ნომრით მესამე ხაზში კიდევ ერთ ცვლილებას ვაკეთებთ, საინტერესოა ვის ნაცვლად გამოდის. შალვა მამუკაშვილიც შემოსულა გრეგვაძის ნაცვლად. სწორედ იგია ახლა ბურთთან. აი რა დროს ეს გამეორებაა, როდესაც იქ მამუკაშვილი დერეფანს აწვდის. აქ მოგვიგია ეს დერეფანი, მაგრამ შავდღეშია ხმალაძე. ძალიან ბევრი მეტოქე ეხვია გარს. ბეგაძე გამოიტანა, იცაძე. კაჭიმ უნდა აიტაცოს სპორტი, არა ბეგაძე. პოზიციური შეტევა ისევ კარგად დაუხდა სონქეტა აქ. შუბითიძეს ახლა შემოსულს. ბეგაძე კვირიკაშვილი არც თუ ისე კარგი გადაცემა, შარიკაძე აკრიფას ისწრაფე. ამოუგდო კიდეც გადაცემა ჩხაიძეს ფრთაზე კიდევ ერთი პასი და წინ დაგვივარდა მოედის ცენტრში ბურთი. ახლა ყურადღებით თამაში საჭირო, ბოჭვა უნდა გავაკეთოთ, აქ აუცილებლად საფათოები არიან კონტრიერისზე ფიჯელები. წინ თამაშის უპირატესობა ჯერჯერობით აქვთ ფიჯელებს. კიდევ ერთი ოფლოუდი, კიდევ ხედავთ როგორ აგდებენ გადაცემებს. წყობრი დაცვა აუცილებლად ახლა. კაჭარავა ბურთზე თამაშს ცდილობს. მეტნიარიან აფთაზე, სწრაფად უნდა აუწიოთ ხაზი ხმალაძე, არც თუ ისე კარგი გადაცემა ბურთი დაუვარდათ. წინ დაუვარდათ ის უპირატესობა. დიდი იმედი მაქვს რომ უკვე გასული რა თქმა უნდა დავა იმ დააგდო ბურთი წინ. და ჩვენი შერკინება იქნება. როგორც მინიმუმ ნახევარი გავიდა უკვე მეორე ტაიმის, შეიძლება ოდნავ მეტიც. ჩვენ როგორც დავინიშნეთ, დრო 24 წუთია გასული მეორე ტაიმის დაწყებიდან. აი აქ ხედავთ, ცუდი გადაცემა გააკეთა. ძალიან თან ვერენიკი მგონევა. და გვერდით საჭსაც არ გამორჩენია ეს ყველაფერი. ჩვენი შერკინება. ნიკი გონევა, რომელიც ლესტერ ტაიგერში თამაშობს. თამაშობდა 2012-დან 2016 წლის ჩათვლით, ხოლო ახლა გადავიდა ნიუკასლ ფალკონში. მეორე ბრიტანულ ინგლისურ კლუბში. მერცხულავას აღმოუჩინეს დახმარება, საჯი კაჭარავას ესაუბრებოდა იქ რაღაცა, სამწუხაროდ ხმა არ მოგდის. მე მგონი უბრალოდ აჩქარებდა. კაჭარავა გამორჩეულად კარგია ნაკრების შემადგენლობაში. ახალგაზრდა ცენტრები და ზოგადად უკანა ხაზის მოთამაშეები ძალიან ბევრს სწავლობენ მისგან, განსაკუთრებით კი დაცვაში და შეტევაშიც არანაკლებ კარგად ირჯება ეს ტურნია დავით კაჭარავა. ეს ტურნე და დღესაც ძალიან კარგად გამოიყურება დღევანდელ მატჩში. ბეგაძე
შევაგორეთ შერკინებაში, მივაწექით, დაუძარით. წამოიშალა ფიძის შერკინება, ვაკონტროლებთ ბურთს. ბეგაძე გაჭრა ხაზი მიიწევს წინ, ვოლა მიყვება, ფეხით შეიგორა, მიყვება ვაშახმალაძე. დარჩება თუ არა მოედანში. აიტაცეს და 22-დან განაახლებენ თამაშს ფიჯელები. კარგი იერიში იყო მაინც. ძალიან კარგად აიტაცა ბურთი ბეგაძემ და კარგადაც შეუტია ფეხითაც ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, შემდეგ რაც გააკეთა, უბრალოდ ცოტა არ გვეყო. ნუ ვოლას ვერ გაასწრებდა იქ მასე ბევრად მაღალია და როდესაც ნაბიჯს გაშლიდა ვოლა რა თქმა უნდა დაეწეო და ამისով სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბეგაძემ. ვოლა იქნებ გვაჩუქოს კიდე ერთი რაღაც შეცდომა დაუშვეს ესეთი. არ გვეწყინება. შორეული დარტყმა. ოპერატორი ბიწაძე კარგია ძალიან კარგად ითამაშა კიდევ ერთხელ ბიწაძემ სუფთა ბურთი ბეგაძეს და მოედნის ცენტრში ვაკონტროლებთ აქ დაუფარეს ხმალაძეს. არ იყო ეს კარგი დარტყმა. აკონტროლებენ ბურთს ფიჯელები სონკეტა გადაუვარდა ბურთი წინ. იდეალური რამ მოხდა ახლა ჩვენთვის. ფეხით ითამაშა ხმალაძემ აქ რა ხდება? საჯმა არ ჩასტვინა, თამაშობენ საკუთარი ნახევრიდან ფიჯელები და აქედანაც ძალიან სახიფათოები არიან, უნდა გააკეთოს მჭედლიძე მეზბოჭვა, ასეც იქცევა, იქვეა შარიქაძე, შეიძლება ამ ბურთზე თამაში. არ გვატანენ ახლა ფიჯელები ბურთს. დროული დახმარება მათი მორკინალების მხრიდან და ფეხით იგერიებენ საბოლოო ჯამში პირდაპირ კიდეზე. არც ისე დიდი მანძილით ამოიტანეს ბურთი და ჩვენი დერეფანი იქნება. დაღლილები არიან ჩვენებიც მცირედი დასვენების საშუალება, თუმცა ფიჯელებსაც დაეწყოთ უკვე დამძიმდნენ. შეცვლაზე შემოსულა 16 ნომრით ვეიკოსო. ამათ თუ კიდე დამძიმება უნდათ. სუნია კოტოს ნაცვლად როგორც ჩანს. შალვა მამუკაშვილი. ახლო ხედით. დო ახლა ოპერატორმა გვერდით კამერაზე. ამუკაშვილი მოიგეთ ჩხაიძე. მოლი დავაყენეთ, ძალიან კარგი ვაწვევი, თუმცა ბლოკირება ჩათვალა. საჯმა ადრე გადააწოდა ახლა ჩხაიძემ ბურთი ჯერ მეტოქესუნთან კონტაქტში უნდა შესულიყო და შემდეგ უნდა გადაეწოდებინა ბურთი. ხო, სამწუხარო რამ არის, როდესაც ასე დროს კარგავ ბურთს, ამ ხელამოპოვებულ უპირატესობას ვოლამ კი დაარტყა. ჩვენს ნახევარზე გადმოიტანა ბურთი აქ განმეორებით. გვანახებენ ამ ეპიზოდს, როდესაც კონტაქტზე წავიდა ნემია სონკეტა და ძალიან კარგად დახვდა მას ბიწაძე. დაახლოებით 10-12 წუთია, ალბათ დროის გაწეთლებამდე დარჩენილი. ვეიკოსო მოუგეთ ბურთი. ბეგაძე ფეხით მაღალი ბურთი ასწია, სწრაფად უნდა ავყვეთ აუცილებლად და წყობრად გადავიდა კიდეზე. აქ კარგი დარტყმა ძალიან ბეგაძის. ჩვენს ნახევარზე იყო მათი დერეფანი და ახლა მათი 22-ის მისადგომებთანაა, რაც რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია ჩვენთვის. მომწოდებელი მათაც შეუცვლიათ. პირველ ხაზში გამოვიდა უილიამე ვეიკოსო. ახლა სწორედ ის არის ბურთით. აგდო პირველ კაცზე მოლი დააყენეს მათ. უჯარიმოთ თამაშობთ, კენატალე ხაზზე გააქვს. უკვე ხელდახელ ეცდებიან თამაშს თავისი ნახევრიდანაც. კენატალე გაიტანა ვოლაზე, ვოლა ფეხით ურტყავს, შორეული დარტყმა ძალიან. სწრაფად უნდა ავიღოთ და წამოვიღოთ ეს ბურთი. კვირიკაშვილი ფეხით თამაშობს, არიელი ადგილი მონახა როგორც ჩანს, დარტყმა აიღო ვოლამ. შიგნით გადაცემა და იცდილობენ ესე ხელდახელ წამოღებას. უნდა ჩავხუროთ აქვე აუცილებლად. კაჭარავას იმედი რა თქმა უნდა დაცვაში გვაქვს, გაკეთდა აქ ბოჭვა, ამოაგდო მაინც პატრიკოსბორნმა პასი. ამოაგდო, თუმცა დავაი გავაჩერეთ. აუთამაშდათ ხელში ახლა ბურთი. ჟვანიამ გააკეთა ბოჭვა და გვიტევენ მეტნი არიან აქეთ. მოედნის ცენტრამდე ამოვიდნენ და გავაჩეროთ აუცილებლად. აი ასე დროს არიან ყველაზე სახიფათოები ფიჯელები.
თუმცა შეტევის ტემპი დაუვარდათ ახლა. ახლა გაიტანეს. წინსვლა დაცვაში საჭიროა სერემაიან ბაი გაჭრა ხაზი შიგნით გადაცემა გონევა გაცდა კიდევ ერთ მეტოქეს შეუბოჭეთ როგორც იქნა ჩვენს 22-ში არიან უკვე ისინი კლავ ამოაგდო პასი აი ისეთ სიტუაციებში ვარდება მათი პასები როდესაც უკვე გგონია რომ წესით ვეღარაფერი უნდა მოახერხონ დაუარდათ აქ ბურთი და ჯარიმა მიწაზე ხელები ედო იქ ერთ-ერთ ქართველ მორაგბეს როდესაც ბურთის ამოღებას ცდილობდა ამას ანიშნებს სწორედ JP დოილი ვერ დავინახე თუ ვინ იყო ხატიაშვილი შემოსულა მოედანზე გაათამაშეს სწრაფად არ უნდა მივცეთ ახლა ლოლოს დადების საშუალება ძალიან აგრესიულად შემოგვიტიეს ბოლო წუთებია თავემბულა თავუმბატი რა თქმა უნდა არ შეეგუება არც ერთი ფიჯელი თავის მოედანზე და დაჯარიმდნენ შეტევაში კარგად ვითამაშეთ ძალიან და ვინ და კაჭარავა ისევ მესამე ხაზელის ცენტრის არ ვიცი მორკინალის უკანა ხაზელის ყველას ფუნქციებს ასრულებს დავით კაჭარავა დღევანდელ მატჩში და არა მარტო 11-3 ჩვენი ჯარიმა მალაღურაძე შემოსულა მოედანზე როგორც ჩანს ლაშა ხმალაძის ნაცვლად სწორედ იგი ახლა ბურთთან და ის ურტყავს თითქმის მოედნის ცენტრამდე ამოიტანა ბურთი. დაარტყა მალაღურაძემ. უნდა მოვიგოთ ეს აუტი აუცილებლად. ფაიტერს რატო აღარ დაარტყა მერაბ კვირიკაშვილმა? გადაულოცა როგორც ჩანს დამრტყველის ფუნქციები ლაშა მალაღურაძეს. ნოდარ ჭეიშვილი შემოსულა მოედანზე მეორე ხაზში. ამუკაშვილი მოვიგეთ მემსაძეზე ჩხაიძის ნაცვლად შემოვიდა ჭეიშვილი როგორც ჩანს სწორედ იგი იდგას ახლა მოლის თავში და ვაწვევით მეტოქეს საკმაოდ კარგათაც ღერძი დავატრიალეთ და კვლავ წინ მივიწევთ მეტოქის ნახევარზე ვართ უკვე მოვიგეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მანძილი და გადავიდა თამაში რაკში და დაჯარიმდნენ ფიჯელები აი ახლა ერთი კარგი აუტი და კარგი შეტევა დაგხატავს ნამდვილად. კიდეზე გადატანა, თუმცა კარში დარტყმა შეიძლება და კიდევ უფრო გაზრდა იმ სხვაობის, რომელიც ანგარიშია. დარტყმელი არ ვიცი. ურტყავენ ასე თუ ისე. ნუ 40 მეტრიან ხაზთან არის ბურთი, აქედან გაუტანია არაერთ გზის მერაბ კვირიკაშვილს. რა თქმა უნდა, გუნდში როცა მეკოყავს, შეგიძლია თამამა დაიღო. დარტყმა მაგრამ დღეს მას ერთი დარტყმა გაუცვლდა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან. ესეც უნდა გავიხსენოთ. განმეორებით გვანახებენ ან მოლს და ახლოვებით 20 მეტრი ვიარეთ მოლით. კიდევ ერთი პლუსი ამ დარტყმას ის აქვს, რომ დრო გავა მომზადებაში. აღარ რჩება ბევრი. ანგარიში კი 3-11-ია, საქართველოს ამარცხებს ფიჯის. წინასწარ არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ მეც ვერიდები ყველაფერ კარგს რაც შეიძლება მოხდეს ამ გამარჯვების შემდეგ. კვირიკაშვილმა დაარტყა. კარგად მიდის ბურთი და არ უწია კარს. ვერ მიაღწია კარამდე და კონტრიერიში მოაქვთ საკუთარი ლელოს ხაზიდან პრაქტიკულად ფიჯელებს. მოკლეფთაზე ყურადღებით თამაშია საჭირო სერემაიან ბაი. შეიძლება გადატანა არა. ძალიან მოუმატეს ტემპს ფიჯელებმა განსაკუთრებით შეტევაში, თუმცა ამ დროს მათთვის შეცდომების რისკიც მეტია. ოდესაც ასე ჩქარად ცდილობენ შეტევებს. აი ამაზე ვსაუბრობ ზუსტად სერემაიან ბაი შეცვალა კიდევ შეტევის მიმართულება, შეიძლება აქ თამაში. ფეხი მივარტყით ბურთს, ჟვანიამ მიარტყა და უნდა აუწიოთ ხაზი, თუმცა მანამდე წინ თამაში იყო და ჩვენი შერკინება მათ 22 მეტრიან ზონასთან. იდეალურად დამთავრდა ჩვენთვის ეს ეპიზოდიც. დაღლილები არიან ჩვენები ძალიან, თუმცა ფიჯელებსაც დაეთყოთ უკვე. ხო, ისე მარდად და ადვილად ვეღარ ამოდიან საკუთარი 22-დან. მატჩის დასრულებამდე დარჩენილია დაახლოებით 5 წუთამდე დრო დაახლოებით.
ალბათ უკვე ყველას ძალიან გვინდა რომ ეს მატჩი თუნდაც ამ ანგარიშით დასრულდეს. რა თქმა უნდა უარს არ ვიტყვით კიდე გატანაზე, მაგრამ უმთავრესია ახლა შედეგი. ძალიან ახლოს ვართ ისტორიულ გამარჯვებასთან. ეს ტურნე უკვე წარმატებულია, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს თამაში, მაგრამ თუ დაუმარცხებლები წამოვედით ოკეანიდან, ამას ვერც ერთი ყველაზე ოპტიმისტი რაგბის კომაგიც კი ვერ ინატრებდა. ვერც ინატრებდა და ვერც წარმოიდგენდა. ნამდვილად. ჩავარდა კვლავ ფიჯელთა შერკინება. გვაწყობს, ესეც გვაწყობს. ესეც გვაწყობს, კი. მცირე ტრავმა მიიღო, ჟვანია, მიმედია არაფერი სერიოზული. პროულად უნდა აღმოუჩინონ მას დახმარება. შეიძლება მოუწიოს მოედანზე რომელიმე პირველ ხაზელს დაბრუნება. კახა ასიეშვილს სავარაუდოდ თუ კი ჟვანიას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება, ჩვენ იმედი გვაქვს რომ რა თქმა უნდა. არაფერი სერიოზული არ არის. შეიძლება ცირედი ხრიკიც იყოს იმისათვის რომ ბიჭებს დასვენების დრო მისცეს, ასეთებიც ხდება. მაგრამ ჟვანია ეხლა არ მგონია რომ ამას იგონებდეს, აი ადგა ფეხზე. არა, ამაში არაფერი დასაძრახი არ არის. ცირედი ტრავმის დროს შეგიძლია თანაგუნდელებს ცირე დასვენების შანსი მიცე. და მივაწვეთ ბიჭებო. ფეგაძე დადგა შერკინება ბეგაძე ბურთთან. ბეგაძეც კარგი იყო დღევანდელ მატჩში, პირველი ტაიმის ბოლოს 1-2 შეცდომა დაუშვა, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგად ჩაატარა დღევანდელი მატჩი. ვაწვევით, აკონტროლებს ბიწაძე ბურთს. შევედით მეტოქის 22-ში და ჯარიმა კიდევ ერთი. აი ახლა შეიძლება კარში დარტყმა. კარში დარტყმა შეიძლება და კიდეზე გადატანაც. კიდისკენ უთითებს. კარისკენ უთითებს კაჭარავა. სწორედ იგია გუნდის კაპიტანი, მას შემდეგ რაც შალვა სუთიაშვილი გავიდა მოედნიდან. თუ კი კვირიკაშვილი ამ დარტყმას გაიტანს, 3-14 გახდება ანგარიში. და 2 ლელო დაჭირდება, შემდეგ უკვე ერთი გარდასახული ლელო და ჯარიმა აღარ ეყოფა ფიჯის. აღარ მგონია რომ ამის დრო იყოს დარჩენილი. მით უმეტეს ამ დარტყმასაც დაახლოებით 1 წუთი დაჭირდება ახლა და ჩვენ როგორც დავინიშნეთ უკვე 38 წუთი გავიდა მეორე ტაიმის დაწყებიდან. ჩვენ ახლა ნერვიულობთ ამ პირდაპირ ეთერში, მაგრამ თარწმუნებული ვარ რომ ნახავთ მეგრე და გავარჩევთ ამ თამაშს. მეორე ტაიმში ძალიან ისე წყნარად ვიგებთ. ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს, ეს რა თქმა უნდა შერკინებიდანაც გამომდინარეობს. შერკინება და დაცვა არის, ასე თქვათ, ჩვენი გუნდის ის ბაზა, რომელზეც შემდეგ უკვე ვაგებთ ჩვენ წარმატებას. კვირიკაშვილი ემზადება დასარტყმელად. დარტყმა ზუსტია. 14-3. ძალიან ახლოს ვართ. და 743 ქულა უკვე მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზე. მოცემული მომენტისათვის ვიგებთ 11 ქულით. ისიც ვთქვათ, რომ 15 ქულით მოგების შემთხვევაში შანსი გვექნება, რომ ისტორიულ მე-10 ადგილზე გადავიდეთ სოფლიო რეიტინგში. კარგად დაკიდა ძალიან ბენ ვოლავოლამ და ფიჯელებმა ბურთი აიღეს პირდაპირ უყურადღებოთ ითამაშეს ქართველმა მორაგბეებმა მოპოვებული ქულების შემდეგ. სწორედ ამიტომ გვიწევს დაცვაში თამაში ჩვენივე ნახევარზე. კარგი იყო სონქეტა, ოკლებთაზე კენატალეს ნაცვლად გამოსულა სენილოლი. პატრიკ ოსბორნი, კარგია ნემსაძე და ახევინა ოსბორნს უკან. ყურადღებით, მაქსიმალური ყურადღებით უნდა გაჩავატაროთ ახლა ბოლო წუთები, რამე არ მოხდეს. სენალოლი ათამაშა შემდეგ რაებულო. ისევ სენალოლი, ვოლა. კარგია შარიქაძე კაჭარავას დუეტი. ჩვენ დანიშნულ საათზე დრო ამოიწურა უკვე. და წინ დაუვარდა ვოლას ბურთი. მოკლედ ვოლამ ძალიან ბევრი იგვაჩუქა დღეს ამ თამაშში. ჯეიპი დოილი საათზე იხედება და დასრულდა მატჩი, დავამარცხეთ ფიჯის სტუმრად. მართლაც როგორც შენ თქვი, ვერავინ
ვერ ივარაუდებდა იმას, რომ წავიდოდით ჩვენ კუნძულებზე, პირველ მატჩს ვითამაშებდით ფრედ და ისიც მოსაგები თამაში იქნებოდა და ხოლო შემდეგ ორ თამაშს მოვიგებდით, ორი მოგება, ერთი ფრე, შესანიშნავი შედეგი 88%-ს აძლევდნენ და +12 ქულას ექსპერტები და ბუკმეიკერები ფიჯის და არ გამართლდა მათი ვარაუდი საქართველოს სტუმრად ფიჯი დაამარცხა. თან დაამარცხა 11 ქულიანი უპირატესობით და სათამაშო უპირატესობაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰქონდა. კიდევ ბევრჯერ გაუცრუებთ იმედებს აი ესეთ ბუკმეიკერებს დარწმუნებული ვარ. უმნიშვნელოვანესი რაც არის და რაზეც უკვე უცხოურ პრესაშიც საუბრობდნენ არის ის, რომ ქართველები წარმატების მიღწევაში შემთხვევაში სერიოზულ განაცხადს გააკეთებენ უფრო ძლიერ გუნდებთან ტესტებზე და სწორედ ეს გააკეთეს ახლა ჩვენმა მორაგბეებმა, რაც არის უმნიშვნელოვანესი. მატჩის საუკეთესო მორაგბე ჩემი აზრით უდაოდ დავით კაჭარავა იყო, თუმცა არც ხვევს უთამაშია ურიგოთ. თონი დროა დავემშვიდობოთ უკვე გულშემატკივრებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ მართლაც ისტორიულ და დიდ გამარჯვებას მომავალ შეხვედრამდე. გილოცავთ მომავალ შეხვედრამდე.